მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ჩვენ დავბრუნდით მეორგი ეპიზოდით და დღეს ყავს ყველაზე მისტიური სტუმარი, მოიცა, თან მოფიქრებული მაქვს როგორ უნდა იმას ქნა. დავай, მიდი. დღეს ჩვენი სტუმარი არის მუსიკა. ცოტა დაედება მისტიური სიმღერა. ექსტრასენსი, მედიუმი, ეგზორცისტი. მარია ცივინტია. მოგესალმეთ. აუ ის ფილმი გამახსენდა ეხლა მაგ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის რა ქვია ასტრალი ვარ ასტრალი არის აი სასწაული ფილმია მე ძალიან მიყვარს გაგვიმარჯოს ხო და დღეს გვექნება ძალიან ისეთი მისტიური გადაცემა მისტიური კითხვები და ირაკლის სიცხე აქ მე და მარია მებრიალებთ სიცხე ხო აი ხა დღეს ცოტა უკეთესად ვარ მაგრამ შემეძლო გადამედო მაგრამ რადგან შენ იყავი ჩვენი სტუმარი მაინც ავდექი და მაინც მოვედი და მერსი ბოქუ ერთი სიტყვით მარიამ ვინ ხარ რო შეგიძლია ადამიანი ჯერ ადამიანი კი homo sapiensi ასე მითხრეს არ ვიცი ძალიან ბევრი რეგალია მაგრამ მე უფრო ვიტყოდი რომ ექსტრასენსი ანუ ექსტრასენსიტიური ადამიანი და პლუს ოკულტისტი ანუ ენერგიებს გრძნობ ადამიანები ის რა თქმა უნდა ეხლა ის რო გეი არის გრძნობ ეხლა რო ტელეფონი დარეკავ და იგრძედი მე მანამ სანამ შემოვიდოდი უკვე ეს ყველაფერი შევიგზნე მე ვატყობ რომ დღეს სერიოზული საუბარი არ გვექნება არა გვექნება ყველა გადაცემა იმას ვეღადა გეირალ და ეხლა ამის ხა ღვინო თუ როგორ არის არა ეხლა დღეს იცხება კვე ჯენტლმენი ვარ არა ყველა გადაცემა იმას ვეღადავები აქ ჩემი შუტკაა ვაფშე ყველაზე სასაცილო ეს გამოვიდა ხედავ როგორ გაგიკეთა სხვა სტუმრები არ იცინიან მაგაზე იცის რომ ვერაფერს იტყვი ეხლა არა გეი ნამდვილად არ არის ისეთი ენერგეტიკა მოსდის მსგან რომ ანუ ეხა მართლა გძნობ ხა ჩემ ენერგეტიკას და მაგის ენერგეტიკას ეს ჩვენთვის ნორმაა აბსოლუტური ნორმაა მე ვფიქრობ რომ სავარაუდოდ შენს ბევრ რამეს გრძნობ იმიტომ რომ ნიჭიერი ადამიანი ხარ და შენს ასევე უბრალოდ ადამიანების პირველი და უკანასკნელი პრობლემა ის არის რომ არ გუჯერა ჩვენი თავის და არ ვაკვირდებით რაღაც ნიუანსებს აი დავუშვოთ შედიხარ გარკვეულ სახში ხო უცბად აქ ტკივდა თავი, ხო? რაღაცნაირად ცუდად იგრძენით, აი გული გერევა. ფიქრობ რომ შეიძლება რაღაც შაურმა ვჭამე ცუდი, ან ღვინო, ან გაზი ჟონავს. ხო, გაზი ჟონავს. სინამდვილეში შესაძლებლობა არის გრძნობ ცუდ ენერგეტიკას. ან გარკვეულ ველს, იმიტომ რომ დედამიწას თავისი ადგილები, ანუ ისეთი ადგილები აქვს, სადაც გარკვეული დაბალი ვიბრაცია არის, მაღალი ვიბრაცია, გარკვეული ველები და შეიძლება გრძნობიარე ხარ. მაგრამ ადამიანებს ეს არ აინტერესებს. ჩვენ ჩარჩოებში ცხოვრობთ. სამსახური, სახლი, და ასე შემდეგ. ხო, და ჩემნაირი ადამიანები, ჩვენ ცოტა ესეთები ვართ. ხო, ხტები, ქუჩაში რო დავდივართ, იქ არ გადავალ, ეხლა იქით არ წავალ. ამან ცუდად შემომხედა, აი აქ გადავალ, კატამ გადამირბინა. აი ჩიტი დაჯდა იქით, ესე იგი ის იმას ნიშნავს, რომ ანუ იყო ვარიანტი, რომ ჩვენთან არ მოსულიყავით რაღაც ისეთი რო გიგრძნო ჩვენებიდან. შენ რომ მომწერე, აი ხო არ გიცნობდი, ეხლა გავიცანით ერთმანეთ. მე ეგრევე ვიცოდი, რომ უნდა მივსულიყავი და უნდა ყოფილიყავი აქ. ზოგჯერ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც მე აი დავუშვათ, თუნდაც ძალიან ისეთი გადაცემებიდან მირეკავენ და უარს ვამბობ. აი არ ვიცი, ეგეთი ტიპაჟი ვარ. ამ პოზიტივი იგრძენით ჩვენგან რა და მიზიდულობა. ხო. ვიღაცებს კი ნაბოზრები გონივართ, მაგრამ ეგრე არ არის. ექსტრასენსი ხალი გვაუბნება. არა, იცით როგორ არის. ნახეთ, ჩემი თამტკიცებენ ყველაფერს. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ პოდკასტს ხო, ცოტა ეს სიტყვა რაც თქვი, ხო, საჭიროა ხანდახან პრინციპში, რომ იყოს ადამიანი. ბუმ, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სპონსორია, მეგობრებო, კომპანია წამი. რომლებმაც მაჩუქეს ერთი ძალიან მაგარი საათი. ხოთაშორი ძალიან ძვირია. ძალიან ძვირიანია, სხვათა შორის 2200 ლარიანია. მე მაჩუქეს პირადად მართლა, ოღონდ მე მინდა რომ გაგითამაშოთ. აი ესეთი საათია. მე მომეც აქთან ვაჩვენებ. აჩვენე. მეც მოჩვენეთ. ესე იგი, კომპანია წამი არის ვენეციანიკოს და გაგა მილანოს ოფიციალური შემომტანი საქართველოში, ერთადერთი სხვათა შორის, ანუ
ტიპებმა გარანტიით მაჩუქეს საათი, მეთქი გარანტია რა თმინდა თქვი, ხა ნაჩუქარზე ხო არ მოვალ მეთქი 2 წლის მე რომ იცი რა გამიფუჭდა და ახალი მომეცით, მაგრამ თავისი გარანტია, საბუთები ყველაფრით მაჩუქეს აბსოლუტურად და რა თქმა უნდა ამ ყველაფრით გაჩუქებთ თქვენს ნებისმიერ გამომწერს, ანუ შემთხვევითობის პრინციპით გავათამაშებთ 20000 გამომწერზე, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რამდენი დაგვრჩა 10000 დაგვრჩა, სხვა შორის ამ 10000-ის უღრმესი მადლობა, ვინც უანგაროდ გამოიწერეთ. ეხა ანგარებით ვინც გამოიწერეთ, მაინც მადლობა. რამე შეგვილოცე რომ გამოგვიწერონ. მეტი რაღაც შელოცვა უნდა ბიჭო, საათი თუ არ ყოფნით, ხალხი შაურმებს 2000 რაღაც ლარი ღირს, რამდენი 2000? 2200. ხალხი შაურმებს და რაღაცებს ათამაშებს და მაგის გამო იწერენ და ბარემ 2222 რო ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, 6-იანია და ფულის მომტანია. აჰა. მიუმართავ კომპანია წამის რომ გააძვირონ. 2 22 ლარი დაამატოთ. ასე რომ მეგობრებო, გამოიწერეთ და 20000-ზე როგორც კი ავალთ, ეგრევე სტუდიაში აქ გავათამაშებთ შემთხვევითობის პრინციპით, რომ ყველას თანაბარი შანსი გქონდეთ ერთი მოგების. თვით ნებისმიერი შეიძლება გახდეთ ამ საათის ფლობელი. თავისი გარანტიით, მაგრამ უნამუსოები იქნებით თუ გააფუჭებთ და მოყვათ, რომ საათი რომ მაჩუქე გამიფუჭდა. მაგრამ ნუ ეგა არა. ვაგრძელებთ გადაცემას. ანუ მოდი ცოტა რომ დაუბრუნდეთ. ეს ზოგადად ეს გრძნობები ყველა ადამიანს აქვს თუ განსაკუთრებული ადამიანები არიან და თუ ყველას აქვს და განვითარება სჭირდებათ უბრალოდ, იმიტომ რომ ახსენეთ რომ აი სამსახურის სახლი, ამას გვინერგავენ რა თქმა უნდა ბავშვობიდან, ხო? იმიტომ რომ აი მე ესე ვცხოვრობდი შვილო და შენც ესე იცხოვრებ და ანუ ეს ყველა ადამიანს გააჩნია უბრალოდ რაღაცა შებოჭილები უხდებით საზოგადოების მხრივ თუ ჩემი აზრით უმეტესობას გააჩნია. ყველას აბსოლუტურად არა და მე თუ ეხლა მეკითხებით ან მე მეკითხებით. ინდოელებს არა, ადამიანებს ციცაზე რო გადადიან. არა, ჩვენ მაინც მე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენ ცხოვრობთ მატრიცაში, ეს არის მათემატიკური სისტემა, ეს არის გარკვეული ალგორითმის სისტემა, ეს არის აი როგორც კომპიუტერულ თამაში დაახლოებით ესე ვირტუალური სამყარო. დაახლოებით, მოდი ასე დავარქვათ, სადაც გარკვეულ ინდივიდუუმში ზიან სულები, გარკვეულებში. გარკვეული უბრალოდ არის აი ბოტი, ან ეს რასაც ეძახიან ხოლმე NPC, ხო, ჩვეულებრივი NPC არის და სხვათა შორის ძალიან ბევრი მსგავსი ტიპაჟი შემხოდრია ცხოვრებაში, როდესაც აი უყურებ ადამიანს, მე ყოველთვის ვცდილობ რომ ენერგეტიკულად თვალებიდან შიგნით შევიდე და ესე შევიგრძნო პიროვნება და ზოგი ადამიანი ისეთია რომ უბრალოდ არაფერი არ არის შიგნით გეგონება ფუტლე არია არა და კარგი პიროვნება და აი მათემატიკური სისტემის გეგონება გარკვეული ალგორითმის პრინციპის მიხედვით ცხოვრობს ბავშვები სამსახური სახლი ძილი გაღვიძება ბავშვები სამსახური სახლი ძილი გაღვიძება და ამათ აქვთ აი ამ ალგორითმის პრინციპის მიხედვით მთელი ცხოვრება უბრალოდ სამსახურებოდ აი ზოგ ადამიანს ვისაც სული გააჩნია და ვისაც გააჩნია აი ეს შინაგანი სამყარო და ენერგია მათ უფრო ემართებათ აი ეს მსგავსი რაღაც რომ რატო ცხოვრობ აი სიტყვაზე რატო უნდა გავაკეთო ეგ სამსახურში რატო უნდა წავიდე რატო უნდა ვისწავლო იმიტომ რომ ფაქტობრივად მოდით ასე გეტყვით ხო ეს სისტემა ქსვავს გარკვეულ ჩარჩოებში ყველას აბსოლუტურად ყველას იბადები თუ არა გეუბნებიან ეს არის მამაკაცი ეს არის ქალი ეს არის ჭერი ხო ყველაფერს რატომ ჩვენ ხო არ ვიცით ჩვენ უბრალოდ ვიცით ის რაც მშობლებმა გვითხრეს და მშობლებს უთხრეს სხვებმა ხო ხო, ეს არის ჯაჭვისებური სისტემა, გარკვეული ალგორითმი, რომელშიც ქსვავენ და როდესაც გაღვიძების და ესე სულიერი განვითარების პროცესი ხდება, მაგ დროს ადამიანი უკვე მას კითხვებს სვავს. აი, თუნდაც ეხლა რო დავფიქრე, სამსახურიც არ არის საჭირო, ფაქტობრივად. ფული რისთვის არსებობს? ხო, რატო არსებობს ვიზა ან პასპორტი? ეს ხო დედამიწა ჩვენია. რატო არის სკოლა? იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ვითარება შეუძლია ისე პრინციპში და კიდე კაი დიქტატორი არა ხართ. მე როგორ ვინ გითხრა რომ არა ვარ დიქტატორი? არა, სრულუფლებია. მე ყველაფერი ჩვენია. სკოლაში უნდა ნახოთ როგორი დიქტატორი ვარ. მე როგორც სხვათა შორის ამ თემაზე ძალიან ბევრი მოხდა კითხული, მაინტერესებდა ერთ პერიოდი ახლა დაინტერესებული ვიყავი და გიორგი გურჯიევის ისინი წავიკითხე რა ქვია ჩანაწერები და იქ იძახის რომ ყველა ან უმეტესობა ადამიანიო არისო ძილის რეჟიმშიო. გასაგებია და ზოგჯერო ისე ყდა ბოდეში ცხოვრების დამცველებს, მაგრამ შეიძლება ისე მოკვდე როგორც ზაღლიო რა, ერთ-ერთ იმაში იძახის ყველანაირ იმის გარეშეო. მოკლედ ჩვენ ისე ვაქვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას.
ასე რომ მეგობრებო, თუ გნებავთ პოდკასტის, ვლოგის, ვიდეო გაკვეთილების გადაღება, მობრძანეთ პოდკასტ კორნერში, ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი. და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. წავიდეთ. ხო და მე მაინტერესებს, ანუ ეს ყველაფერი შენ როდის აღმოაჩინე, როგორ გახდა მარიამ ციმენტია ის ვინც დღეს არის? მე ვფიქრობ, ყველა ადამიანი იბადება გარკვეული პროგრამით, რატო ხარ აქ? რატო ქმნია ამას? ხო, თქვენ ეს უკვე იცოდით, ქვეცნობიერად. ბავშვობიდან მქონდა, ძალიან ისეთი უცნაური ბავშვი ვიყავი. ბევრ ამას ვგრძნობდი. წარმოსახვითი მეგობრები ყავდა. ის რო არიან. სხვათა შორის ჩარლი, ჩემი მეგობარია, დედა. ეს დედა, გაიცანი. მე მქონდა ბავშვობაში გარკვეული შეტევები, ღამე, ეპილეფსიას ეძახდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ გარკვევის რომ ეპილეფსია არ იყო, ვერავინ ვერ გაიგო რა მჭირდა. ვდგებოდი, სპაზმები მემართებოდა 3 წლიდან და რაღაცებს ვეძახდი ხოლმე უცნაურ ენაზე. და მე იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც 5 წლის ასაკში კარგად მახსოვს ეს დღე, ვიღაც ქალბატონი მოვიდა ჩემთან, ყველგან აი ეს ისტორია ყვები, ამ ისტორიის უпростоროდ ყვები, მაგრამ აქაც ვიტყვი, შევეცდები რაც უფრო მოკლეს ჯობს. მოდის ქალბატონი, უცნაურად ჩაცმული, მაღალი ისეთი ლამაზი, ჯდება და მე მეუბნება, მარიამ მოდი, სახელით მეძახის და მივედი მასთან და მე მეკითხებოდა ღმერთზე. და მე მითხრა რომ შენო განსაკუთრებული ნიჭი გაქვს და რომ გაიზრდები, ეს უნდა გაავითარო. არ მითხრა რა. და ამ ქალს ვესაუბრობ და მე ამიხსნა ვინ არის ღმერთი, შენ მისი შვილი ხარო და bla 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 და ეს მთელი ამბები. და ეხლა ეს შეიძლება ყოფილიყო ჩემი ფანტაზია, მაგრამ საქმე იმაშია რომ დედა ჩემს დაინახა ეს ქალბატონი. და მე რო ამოვედი, აი ამ ქალთან შეხვედრის შემდეგ დამეწყო ესეთი შფოთვისებური შეტაკებები. ღამე მაღვიძებდა რაღაც ძალავ ხედავდი უცნაურ არსებებს ვერ აგეხსნით. ძალიან საზიზღარი არსებები იყვნენ. ვიდეო რო არის გველი იდგა. ნოკია ტელეფონი ვრეკავდა ასე იყო. და სხვათა შორის, მე მინდა გითხრათ რომ მე ისეთ პერიოდში ვიზრდებოდი, როდესაც დიდად ტელევიზორი არ იყო, მობილურები არ იყო, არ იყო ეს ინტერნეტი, სადაც შეიძლება ახლა ინფორმაცია მოძებნო, ხო? დაიწყო როგორი სიტუაცია იყო. ღამე რომ მეძინა, უცბად ძილით შერდებოდა და ვჩნდებოდი რაღაც ოთახში, სადაც შემოდიოდა შუქი და ამ შუქის ფონზე შემოდიოდნენ გარკვეული არსებები, აი ადამიანების სილუეტები იყო. მე არც ვიცოდი, ტრიპები ქონია, წარმოვიდგინე, სასტავი მაგ ტაბლეტებს ვავენო, რაღაც ტრიპები არა, ამას ბუნებრივად აქვს. ბავშვობიდან უკვე დაბადებული ვიყავი ასე და შემოდიოდნენ და მე მეღვიძებოდა მაგიდაზე. აი საოპერაციო რო არის, აი ესა და თავში რაღაცას აკეთებდნენ. და მათი კანის სუნი კარგად მახსოვს, იმიტომ რომ აი რაღაცნაირ ვერ შევადარე ვერაფერს, აი რეზინის საზიზღარე სუნია. და თვითონ იმარცებების ხო, ვინც იდგა, რაღაც კოსტუმები ეცვათ, კარგად აი შემიძლია აღწერო და ასე მაწვალებდნენ სადღაც 7 წელი. არსად არ ვამბობ ამას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს ესეთი გაფაფსავებული თემა არის, ინოპლანეტელიდმა მომიტაცეს არა და სავარაუდოდ მაინც რაღაცა ხდებოდა. და საქმე იმაშია რომ მე მქონდა შრამები ამის შემდეგ გარკვეული ფორმების, აი დედა ჩემი არის მოწმე, ექიმია და მატარებდნენ თავისით ჩნდებოდა ეს ნაიარევები? აი გეგონებ დამწრობა მქონდა, აი ასოებივით რაღაცა სამკუთხედებივით. რო იღვიძებდით თავისით ახალ-ახალი. ხო, და შრამიც ერთი პერიოდი აი დამწრობა მქონდა ხელზე. დედა ჩემი მატარებდა მახსოვს პოლიკლინიკაში და ეს მალამოებს მისმოვდა და ეგონათ რომ მე თვითონ ვუკეთებდი ჩემს თავს, იმიტომ რომ ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი. შეიძლება მე ვუკეთებდი, არ ვიცი. მაგრამ მინდა გითხრათ რომ აი იქიდან დაწყებული რაღაც გარკვეული ტალღები წამოვიდა და 14 წლის ასაკში უბრალოდ ეხლა მე ექიმების ოჯახიდან ვარ. საქმე იმაშია რომ აპრავდანიას როგორ უკეთებს არა თან ექიმი დედა ჩემი ეხლა ექიმია მაგრამ ხო და თან აი ესეთი სიმპტომატიკა ძირითადად არის როდესაც ადამიანს აქვს შიზოფრენია. ერთადერთი გიჟი იყავი. ხო, ნუ მე მთავარი, არა, ერთადერთი კი მე მთავარი გიჟი ვიყავი და საქმე იმაშია რომ მახსოვს ვაკეთებდი გაკვეთილებს და უცბად თავში აი რაღაც მამაკაცის ხმა, აი ვერ აგიხსნით. გეგონება აი ტელეპათიურად, ისე კი არ მესმოდა რა ხო რო თქვენი თავი. თქვენი ლაპარაკი უცბად მეუბნება ლექს და ეს ლექსია ესეთი გრძელი, ძალიან ლამაზი 14 წლის ასაკში ისეთი ლექსი დავწერე, ყველა შოკში იყო. და ამის შემდეგ აი ესეთი კომუნიკაცია დამეწყო. და მეუბნებოდა ეს ხმა, ხვალ მოხდება ეს, ზეგ მოხდება ეს. ნუ რა თქმა უნდა ყველას ვეგონე.
ცოტა პრობლემატიკა. რეალურად ხდებოდა. საქმე იმაშია, რომ მე ვწერდი და ყველაფერი სათითაოდ, რასაც მეუბნებოდა, სრულდებოდა. ტოტალიტარის თამაში არ გიფიქრე. ბევრი მაგას აი ზოგადად როგორი ისინი იყვნენ, რამე წვრილმანებს გეუბნებოდა თუ გლობალურ მასშტაბის რაღაცებს, მაგალითად მიწისძვრა იაპონიაში და ეს რაღაცები, თუ რამე წვრილმანი თქვენ გარშემო. არა, არ მოგატყუებთ. თავიდან მეუბნებოდა უბრალოდ ჩემს ცხოვრებაზე და რაღაც გარკვეულ მოვლენებზე, სიტყვაზე ხვალ ეს ადამიანი შემოვა, ეს დაგირეკავს, ეს ასე მოხდება, ისე მოხდება. დასაწყისში მეუბნებოდა, როგორც ამტკიცებდა, რომ უბრალოდ როგორც მეუბნებოდა, მე უნდა დაგიმტკიცო ის, რომ ვარსებობ და მართლა შენ არ იგონებ ამას. აი ესეთ რაღაცებს ეძახდნენ. და მე როდესაც უკვე ცხადად გამოვიდნენ, აი იყო ზაფხული მახსოვს და ცოტა ეს რაღაცას გიყვებით. არ ვიცი, ხილვასავით იყო. ბავშვი ვიყავით 15 წლის ასაკის. ფანჯრები გამოეღო და შემოდის ორი კაცი ფანჯრებიდან ასე кейსებით იმ პერიოდში ლეპტოპი, აი ნოუთბუკი, ეგეთი რაღაცები არ ვიცოდით ჩვენ ახლა უთო იქნება. ორაცა ძალიან კომპიუტერი AVM ხედრიული შეუვიდა. მგონი კი. ჯაბა იუსელი არის შევიდა და შეიძლება ერთად იყვნენ. და გახსნეს ეს რაღაცა, როგორც მე მეგონა ჩემოდანი, იმიტომ რომ რაღაც უცნაური ფორმის იყო, აკრიფეს და მოტრიალდნენ და მე მითხრეს ძალიან ლამაზები იყვნენ, ორი კაცი იყო, აი ცისფერი თვალები, მოხსოვს დიდი ცისფერი თვალები და გამოვშტერთ ისე უყურებდი და ერთი მეუბნება, ბაბუა შენ სწავიყვანთო. და მე ტირილი დავიწყე გეხვეწებითო არა. და მე მითხრე რომ მისი ცხოვრება დამთავრებულია და ერთ კვირაშიო მიყვავსო. ну მოკლედ ვიტირე ჩემ მე მითხრეს რომ კარგით დავტოვებთო კიდე ერთ კვირასო ну ორი კვირაო შენი გულისთვისო მეტი არ შეიძლებაო იმიტომ რომ რა ჯიგრები ყოფილა წარმოი ანუ რეალურად სიკვდილი მოვიდა არ ვიცი ვერ აგიხსნი ისეთი რა გაუიასნე რომ ერთ კვირა დაატოვებინე ტირეოდი კალურად მიუდექი საქმეს ძალიან ავტირდი და მე დახურეს ეს ლეპტოპი თუ როგორ არის და დამემშვიდობდნენ და წავიდნენ აი ზუსტად ისე ფანჯერაზე რა რაფაზე დადგნენ და გაფრინდნენ ეხლა რასაც გისმენი ყავი პატარა თინეიჯერი გოგო 14-15 წლის ასაკი შიშები არ ქონდა თავიდან იმ მომენტში არ არის შიში მე ისეთი სიყვარული მქონდა მათ მიმართ ანუ ვიცნობდი არ ვიცი საიდან ამათ სიმშვიდეს გრძნობა ხო სიმშვიდეს უბრალოდ ინფორმაცია არ მომეწონა რომელიც მომაწოდეს და ბაბოჩემმა ამის შემდეგ იცოცხლა ორი კვირა ზუსტად და უცბად აი ეს რომ შემოვიდნენ და წავიდნენ მეორე დღეს დაემართა თურმე ქონდა ფარული ну ეხლა ცოტა ისეთი თემა ტვინის სიმსივნე და სპაზმი დაემართა მე ოპერაცია გავუკეთდა კომაში ერთი კვირა კიდე იყო და გარდაიცვალა აი იცით როგორ არის ხო შეიძლება ითქვას მე თანაც გაგიკვირდებათ მაგრამ ძალიან რეალისტი ვარ ბევრ რამეში რეალისტი ვარ და რაღაც სკეპტიკურად გარკვეულ ნიუანსებს ისე უყურებ ხოლმე თუნდაც სულ ვფიქრობ იმაზე რა მქონდა რა შემთხვევები იყო ბავშვობაში და საიდან აი ეხლა დავუშვათ კარგი კომუნიკაცია ხალხთან, ტელევიზია, ინტერნეტი, სულ მობილურში ხარ, YouTube-ი რამეს ამოგიგდებს. რაღაცა შეიძლება უცბად ფიქრები წამოვიდეს სხვაგან. მაგრამ ადრე, როდესაც მე საერთოდ არაფერი არ მქონდა, საიდან მოდიოდა ეს ინფორმაცია? არც ჩემი ოჯახის წევრები ყველა იყო აი ძალიან სკეპტიკოს. დღემდე არიან, როგორი სკეპტიკოსები არ ვიცი ახლა. ну დედა ჩემი ცოტა ესე არის. დედა როგორ მოგეჩვენენ? მამა ჩემი სულ დამცინოდა. კი, სულ დამცინოდნენ. მახსოვს სხვათა შორის ბიტო ექსტრასენსებიდან ჩამოვიყვანე ხალხი, ხა წარმოიდგინე. ბავშვობიდან დედა ჩემთან ხომ მქონდა ნათქვამი, რომ აი ეს ამას ხედავ იმს. ну მოკლედ ინტერვიუ, ეხლა მამა ჩემის ინტერვიუ, მამა ჩემი დაჭდა და ესეთი კიო. და ეკითხებიან ბატონო კირილეო და მარიამსო რომელი ასაკიდანო დაიწყო ესეთი და რა, ქონდა? ჯიგერია. რა ვიცი, რაღაცას როგორც ბოდიში და დებილობდა რაღაცასო და ფანტაზიორიაო, ფანტაზიორია. ზუსტად ასე მეძახდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დავამტკიცე, როდესაც გადავარჩინა ორჯერ. მამა? და მესამე ჯერ სამწუხაროდ ვერა. ვი გარდაიცვალა? მამა აღარ ამყავს ხო? ესე იგი წარმოიდგინე, ბაბუას ორი კვირა გაუგრძელა. მამა უჯილ გადაარჩინა. მე მინდა რომ შენთან მქონდეს ახლო კავშირი. წეღან არ ჩავეჭერი, თორე ბებია ჩემი იყო ერთხელ ძალიან ცუდად რა. ისეთ რაღაც დაემართა, რომ სერიოზული ოპერაცია სჭირდებოდა და წავედი ეკლესიაში ვილუცე რა, რომ მეთქი ღმერთო გადაარჩინე თქვა. მაგის მე 15 წელი იწოცხლა მე. შენ რა გილო? მე მეთქი წაიყვანე. შენ წარმოიდგინე რა კარგად წაიყვანე.
ღმერთო გავაუქმოთ ის ლოცვა. რა გადავიხადე? მართლა 15 წელი ამაღო ჩაწოლილი იყო რა სერიოზული ოპერაცია იყო და ეხლა 15 წელი ჩაწოლილი რო ხალი ხო რა ჯობია. ანუ დააბრმავდა ყველაფერი, ყველაფერი შენ წაერთო. წარმოედგინე და ყველანაირი გრძნობა ცოდოა. დაიცა დაბრმავდაო და მე მხედველობა დაუბრუნდა. არა. მე ვფიქრე მხედველობა. ანუ თავიდან ანუ ინსულტი ქონდა გადატანილი, დიაბეტიკი იყო, მე ეს მენჯი მოიმტრია რაღაცა და ჩაწოლილი იყო და ნელ-ნელა ბრმავდებოდა ყველაფერი და მაინც ცოცხლობდა რა და ლოცვის გამო იყო რომ წამოდი ჩემთან ცენტრში გამუშავებ. მიშა ექიმი რო ექსტრასენსი ჩდება წარმოვიდგინე. ილოცავს და ეგრევე კაზინოში რულეტკას რო უზივარ და მიდი 26 შავი სხვათა შორის მართლა ლოცვა ძალიან დიდი ძალა აქვს აი კი საკმაოდ ხო ნუ მანდ და მეც დაურწმუნდი რომ მართლა დიდი ძალა ნუ აშკარად კი 15 წელი ეს დღეები ძალიან ჩავეძი შენს დოსიეს ასე ვთქვათ და ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი ამოვაგდე ასე ვთქვათ ერთ-ერთი ესეთი საინტერესო ფაქტია რომ ნუ ასე ამდენი ის გაქვს რა ქვია რეგალიები და კიდევ ერთი პლუსი ემატება რომ კლინიკური სიკვდილიც გქონდა. კი. კი. ხო და ეგ როგორ მოხდა? მძიმე თემა ხო არ არის? არა, მძიმე თემა არ არის. ამოუცნობია ჩემთვის ეს პროცესი საერთოდ, აი, ვერ გავიგე რატო დამემართა. სადაც ახლა მამას და ბაბუას გადაუგრძელე, შენ რა დაგებართა? მე აგხსნით, ნახეთ. აი ბავშვთან მივიდნენ და იმან არ მინდა აუგაგრძელებ. არა, როგორი მომენტია, მთელი ცხოვრების მანძილზე, მთელი ცხოვრების ან ნახევარი, აი იმ მომენტამდე უბრალოდ ვეტყოდი, ცხოვრობდი განა ჩემი ცხოვრებით, აი გემნოს სხვისი ცხოვრებით. ვიყავი სხვა ინდივიდი, სხვა ტიპაჟი. სიტყვაზე ავიყოთ, ვიყავი მერლინ მონროს ტიპაჟი და ეს იმიტომ რომ ფული მჭირდებოდა სიმართლე რომ გითხრათ და მართლა ძალიან მგავდი, გამხდარი ვიყავი რაღაც ეს ქერათმით და ჩემს დაწერდნენ. იმიტომ ახლა მიშა ჯონი სინსის ტიპაჟი, ფული ჭირდება. არ ხოჭოს უცებ გაგაწყვეტნებთ, რა უთხარი, რამოდენიმე ადამიანს მეთქი მარიამ ცემენტი ამოდის ხო, ეგ რომელიო ლამაზი სახე როა ხო? ეს იყო მაგისტრის გადაწყვეტინება შეიძლება. პლაშ. Thank you. ჯერჯერობით ასეა და 10 წელიწადში ვნახოთ აბა საწავა კოსმეტოლოგია. 10 წელიწადში როცა 40-ის გახდებით? იცის კომპლიმენტების გაკეთება. ხო და როგორი სიტუაცია იყო? აი სულ ეს სხვადასხვა ტიპაჟებში, მაგრამ პარალელურად მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ჩემთან ხალხი მოდიოდა, მაგრამ ისე რა. მე სამეგობრო იმის მოეყვანდნენ. და მე ვფიქრობ, რომ რადგან მქონდა გარკვეული უნდა ავარქოთ ცოტა ისეთი ხმამაღალი სიტყვა მისია და არ ვასრულებდი მას აიღეს და გამთიშეს. აი გეგონება დეპროგრამირება მოხდა ამ პროცესში. როგორი რაღაცა იყო, ისეთი გადაღლილი ვიყავი, თან კეთილი პიროვნება ვარ მართლა, ეხლა რაც ფაქტია. პეთქე ბადი ვარ, ისეთი, ასეთი, მეგრელი ვარ, ეხლა როგორ ვიქნები, მაგრამ ძალიან კეთილი ადამიანი ვარ და ეგ ყველა მიცის. და იმ პერიოდში ეხლა ცოტა დავღვინდი, მაგრამ იმ პერიოდში და ყველა მატყუებდა. აი დავუშვათ, გავაკეთებდი საღამოს ლამას, ჯაზ ბენდს მოვიყვანდი, ყველას გადავხდიდნენ მე არა. და ესეთი სიტუაცია იყო და მახსოვს აი ესეთი მოტყუებული ვიყავი, ფეხით ვაკიდან ფეხით მოვდივარ საბურთალოზე, ღამეა 3 საათია, 50 თეთრი მაქვს ჯიბეში და ვტირი. მივედი სახში, ამოვედი ღამის 3 საათია, გავიხადე, შევედი აბაზანაში ვუყურებ ჩემს თავს ეს მერლინის სახე, ეს მაკიაჟი და ვიშორებ და ვტირი. და უცებ ეს თვალები ავწიე ზევით და ვიკივლე მთელი გულით, აი ესე ღმერთო წამიყვანე, აღარ შემიძლია, всё, вот ისე მინდოდა სიკვდილი. აი ცოტა ისეთ რაღაცას ვამბობ, ისეთი გულიანად ვთქვი. ნუ ეგ ვთქვი და წამოვედი господи, იმაში. როგორ ქვია იმ? господи, სადაც ბაუს ძინავთ ხოლმე. სიტყვა დამოვიწყდა. საძინებელი, საწოლი.
მადლობთ. ხო, საწოლში. კი ბატონო. დასაძინებლად წამოვედი და როგორ გვეძინა ხოლმე. დიდი ლოგინი იყო და მე დედაჩემი და ჩუაში ჩემი შვილი. იმიტომ რომ ძალიან პატარა ბინა არ ქონდა საშუალება. და დაუწეკი ჩემ შვილს გვერდი და ესე დაუჯექი, მახსოვს ტელეფონი ხელში ავიღე. ავიღე ხელში ვსკროლავ Facebook-ს, უცებ ვგრძნობ რომ ცუდად ავარ. აი ვერა რა დაიდაკი ისეთი. არა, ნიშა ექიმის გადაობე. რაღაცა პოსტი შეხვდა. გულში მქონდა, გული ამტკივდა, ისე ამტკივდა, გული ვერ აგიხსნით, აი საშინლად. აი რო ეძახიან ხოლმე ინფარქტი რო მემართება ადამიანი, შოკი, ცივი ოფლი წამოვიდა. ვგრძნობ რომ ჰაერიც ამყოფნის და ისეთი შეგრძნება რომ უკეთიდან აი რაღაცნაირი ძალა მოდის, ეგ ლოკომოტივი. ხმაც გავიგე. და მარტყავს ზურგიდან, არა და ზურგით კედელთან ზივარ და რომ დამარტყა და ლოგინიდან გადმომაგდო. ლოგინიდან რომ გამოვავდექი და გული აღარ მტკივა და ვტრიალდები ეს რა იყო თქო და ზის ჩემი სხეულია ესე. ხედავს სხეულს, ასტრალში გახვედი. გიყვარს ეს ფილმი ხო? გავარდი სხეულიდან ერთი სიტყვით, დედა ჩემი შვილი და შიში დამემართა, მე პანიკური ვარ. პანიკური შეტევა, ვაიმე მკვდარი ვარ, მე მგონი გავარდი გარეთ და მამა ჩემი გარეთ კი არა, სხვა ოთახში და მამა ჩემი ზის ტელევიზორს უყურებს და საჭმელს ჭამს ღამე. და მოვდი რომ კირილ, აქ ვარ და ვერ მხედავ საერთოდ. და რა გავაკეთე, ვაშლი ელაგაენს თეფშზე და დავარტყიე, მახსოვს, ერთი ვაშლი ესე დაგორდა. ფილმში გაიჩითა იმენა. არა, მართლა ვისაც ნახე, იქაც ეგეთი რაღაცები ხდება აი ფილმში. აი უცბად რომ მოგიყვეთ, მე წამიყვანეს, აი ამ მომენტიდან წამიყვანეს, მე მატარეს, მე მაჩვენეს ჩემი ცხოვრება, მე რაღაცები მითხრეს, ინფორმაცია ჩამიდეს და ასევე მითხრეს რომ ეხლა დღესო უნდა გარდაიცვალო, მე მეუბნებიან და შენი გადაწყვეტილება იყო, შენ თვითონ თქვიეო. მე ვთხარი კარგი. და როდესაც გამოვყავდი, ანუ მე ვფიქრობ რომ ჯერ აზროვნება გავარდა, აი ლოგიკით და მე უკვე იღებდნენ სულს. აი რაღაც იმიტომ რომ ჯერ ის ფსიქოლოგი რაღაც აზროვნებით გავარდი სხეულიდან და მე ვხედავდი რომ ენერგია გამოდიოდა უკვე. და აი ამ პროცესში მაჩვენებდნენ რა ადგილიდან გამოდიოდა? თავიდან. აი სახასრარიდან სულ შუმნა რასაც ვეძახით ხო? იქიდან ესე როგორც აი დაბადების პროცესი რო ხდება, ზუსტად ასეთი პროცესი ხდება გარდაცვალების და ნუ რაც მე დავინახე ახლა. და როდესაც გამოვდიოდი, მაჩვენეს მამა ჩემი, დედა ჩემი და დიშვილები. მე ყველაზე ვთქვი რომ არანაირი გამიკვირდა. და უცბად მაჩვენეს ანა, ეს ჩემი შვილია და შვილი რო დავინახე, გამახსენდა რომ მარიამი ვარ. გავიწყდება ნელ-ნელა. აი ინფორმაცია გავიწყდება საერთოდ ვინ იყავი ის კი გახსოვს, მაგრამ ვიღაცაა ეს მარიამი. უკვე შენთვის ისე არის და მე კივილი დავიწყე დამაბრუნე და მითხრეს რომ დაგაბრუნებ 15 წლით და 15 წლის შემდეგ კიდევ შეიძლება რაღაც დაგემართოსო და აი იმ მომენტში გადავწყვიტავ დაგტოვოთ თუ არა და მისი დაბრუნდებიო. ანუ დავალება უნდა შეასრულო, რისთვისაც ჩამოხვედი. მე ვთხარი კარგი. და დამაბრუნეს და სხვათა შორის აი ამ ადგილიდან შემოვედი, ხო, სხეულში. მე აი ეს რასაც ეძახიან ტუნელს რო ხედავს გარდაცვალების დროს, მე დავინახე რომ აი ესე წამოვედი ტვინში და მესამე თვალი საიდანაც არის, აი ეს ჩამოვაცვია ესე სხეული. და მე სხეული იყო აი რაღაც გაჩერებული, ცივი და გავაქანა ჩემი თავი, გადავაგდე ლოგინიდან, რომ ცოტა გულმა დაიწყოს მოძრაობა ნორმალურად. და აი საშინელი ამბავი იყო. სუოფლიანი იყო, სუცივი. გავარდი მამა ჩემთან. და ეს ვაშლები ხო ელაგა და მამა ჩემს ჩავეხუდე, ტირილი დავიწყე, აი ესე მაკანკალებდა და ვაშლი მითხრაო, თვითონ გადმოვარდა ვაშლიო. და კიდე მტკიცება იმისი, რომ მართლა ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აღიქვავს, როდესაც მამა ჩემი ზუსტად ანალოგიურად გარდაიცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს გულის პრობლემა და მამა ჩემს აორტა გაუსკდა, ორი ეს დიდი ვაზა რაღაცნაირი იდგა და მანამ სანამ ჩამოვიდოდი იმ მომენტში ვიყავი ქუთაისში და ჩამოვდიოდი გავიგე რომ გარდაცვლილია დედაჩემმა და ჩემმა და მითხრა ორი ვაზა ეს თვითონ თავისით დავარდა და დაიფშნა და მე მივხვდი რომ ეს მამა ჩემის გაკეთებული იყო რომ აქ ვარ ანუ ადამიანი ეგრევე პანიკაში ვარდება იმიტომ რომ ახმა აქვს ჯერჯერობით რომ ცოცხალია აი სხეულთან კომუნიკაცია აქვს საკმაოდ საინტერესო თემა მაგრამ მინდა გითხრა საშიში არაფერია ხო აი ანუ გარდაცვალების მომენტში ესე იგი შენ თავს უყურებ და მაგ დროს პანიკდები და
კი, პანიკა, ანუ ლოგიკით, ნახე, ჯერ აკავშირებ შენს თავს ადამიანურ სხეულთან, აზროვნებ როგორც პიროვნება ადამიანი და მესამე განზომილების არსება. მაგრამ როდესაც უკვე ნელ-ნელა ხვდები, საერთოდ არ არის არც მტკივნეული, არც საშიში და პირიქით მინდა გითხრათ, აი მე ანა რომ აი ანას მიმართ სიყვარული რომ მქონდა, მე ალბათ აღარ ვიქნებოდი აქ. მართლა მე აღარ დაბრუნდებოდი. ჯიგარი ხარ ანა. მადლობა რომ არსებობ. ხო, ანუ უბრალოდ სინანული იქნება რა, რომ აი რაღაცები ვერ მოასწარი, მაგალითად მით უმეტეს ხა ახალგაზრდა ასაკში, ხო? ალბათ ხა 90 წელს რო წახვალ, 7-ად წახვალ, მაგრამ ნუ ტკივილს და იმას რო გადავუაროთ, ალბათ უფრო სინანულის გზნობა არ მოიცა სად მივდივარ, კიდე რამდენი რამე მაგასაკეთებელი. კი, მაგრამ იცი რას გეტყვი, მე მახსოვს ბებია ჩემი, ცოტა ისეთი თემა წამოვიდა, რაღაცა, სადაც მე ვარ ეგეთი თემებია. არა, მაგით მოგიწვიეთ, რომ ეს ცოტა ისეთი განსხვავებული ბუგა ბუგა. ბებია ჩემმა მოიტეხა მენჯი და ხო იცი რომ ახლა ბებია მენჯის რატო იტეხა? ხო, ესე არა მე გეტყვით იმიტომ იცი ასაკია. დალაიკე თუ ბებია თქვენს მენჯი მოიტეხა. შენ არ გიცნობდი იმ მომენტში თორე რა. ყურადღება მომაკალდა. გადამირჩევდი. გოსპედი. მაპატიეთ. ხო და მახსოვს რომ როდესაც ხედავდი უკვე რომ ბებია მიდის, ნუ უკვე всё. ვეღარ დარჩებოდა, ჩავარნილი ქონდა ესეთი ლოგინში. უბრალოდ ჩემთვის ვილოც. აი, მაგას მომყვა. 15 წელი ზედი ქრემი. ეს ადრე იყო, ადრე და ბებია ჩემი მოტრიალდა და მე მეუბნება რუსულად საუბრობდა და მაგრამ მეუბნებოდა აი როგორ მინდა სიცოცხლეო. და თვალებში რომ აი შევხედე ბებია ჩემს და ესეთი შიში წამოვიდა. ანუ მე ვფიქრობდი როგორც ახალგაზრდა, ხორთო ჩემო აი 90 წლის ადამიანს რა საჭირო, აი რა შეჭირდება სიცოცხლე. მე უკვე მომინდებოდა წასვლა. არა. იმ მომენტშიც გვინდა, შანსი არ არის. იმიტომ რომ როდესაც გიყვარს ცხოვრება, გინდა დარჩენა და ეს ცოტა ფიზიოლოგიისთვის ძალიან კრიტიკული პროცესია, გარდაცვალება, მაგრამ სულისთვის იდეალური. ერთი კითხვა მაქვს. იმ ადამიანებს აი მაგალითად გაყვები, ხო? აი ყველაფერი რიგზეა, მზად ხარ გარდაცვალებისთვის. იმ ადამიანებს სად მიყავ ხარ? თუ გაქვთ მაგაზე რამე ინფორმაცია. აი უყურე ძალიან კაი კითხვა დასო და ეხლა მე მინდა ეს განვავრცო ერთ-ერთი თეორიით რა ზუსტად აი მაგას არა ხო ზუსტად ანუ მაგ იმაზე არის ზუსტად სად მიყავ უყურე ერთ-ერთი ესეთი თეორია მაქვს წაკითხული ამ ერთ-ერთი ეზოთერიკის სახელი არ მახსოვს რომ შენ როდესაც გარდაიცვლებიო ყოველ ჯერზეო ისე მოხვდები იქო ანუ ისე იმ სამყაროში ხვდები ამ დედამიწაზეო სადამო შენი სული არ გასხივოსნდებაო რა სადამ შენ მისიას არ შეასრულებო რამდენჯერაც გარდაიცვლები ისე იქ მოხვდებიო და ანუ ეგ ბუდისტური ისა ეგ მაინტერესებს ანუ სად მიყავ და ნირვანამდე მიხვიდე მოდით ასე გეტყვით დღემდე ვეძებ პასუხს მე არ მიყვარს მტკიცება იმ ფაქტების რომელიც აი საერთოდ ამოუცნობია ყველასთვის მანამ სანამ ჩვენ არ გარდავიცვლებით და ნამდვილად ვერ დავინახავთ ხო რა ხდება ხო არა ნახე შეხედე როგორი მომენტია მე როდესაც მე უფრო სხვანაირად გეტყვით მე ცოტა სხვა თეორია მაქვს აი იმ პროცესში როდესაც ვიყავი გარდაცვლილი და საერთოდ ფიზიკის კანონის პრინციპის მიხედვით ხო ენერგიის კანონის პრინციპის მიხედვით ლოგიკასთან ჯდება მე დამანახეს რომ ჩემი სული ანუ ჩემი ინდივიდი არსებობს რამოდენიმე პიროვნებაში სხვადასხვა დროში აი ამ წამს აი პარალელურად როდესაც მე მარიამი ვარ მე სხვაც ვარ ისიც ქალბატონის ვიღაც მაჩვენეს ხო შორს მგავდა ძალიან აი თვალებით ვიცანი ჩემი თავი და მითხრეს რომ ჩემთან ერთ დროში არსებობს ეს ქალბატონი და მე მაქვს ისეთი თეორია აი უბრალოდ ასე აგიხსნით დრო არ არსებობს დრო არსებობს მარტო მესამე განზომილებაში ჩვენთან ხო ისეთი თეორია ნუ ჩვენთან და დრო არის ხაზოვანი აი რო ავიღოთ ერთი ხაზი აი ესეთი ხაზი ეს არის წარსული აწმყო და მომავალი ხო ფაქტია და იმ სამყაროში არის ვაკუუმი ან ფაქტობრივად არ არსებობს დრო საერთოდ ამოუცნობია ეს ამოუცნობი ფაქტია, მაგრამ დრო არ არსებობს. და დაუშვათ იგივე ინდივიდი მარიამი, აი ამ დროში ცხოვრობდა გარკვეულ წერტილამდე მივიდა დაუშვათ იმასაკამდე, როდესაც ეს დაემართა. გარდაიცვალა.
სული ავიდა ზევით და მე მინდა გითხრათ რომ მან ვერ არავინ არ დამხვდა აი სიტყვაზე რომ ვეძახით ხოლმე რომ აი ზიან და შენ რა გააკეთე ცხოვრებაში მე თვითონ ვჯიდი ჩემს თავს მე თვითონ ვუყურებდი ჩემს შეცდომებს და აი ეს განვიცდიდი და ვფიქრობდი რა სხეულში უნდა დავბადებულიყავი რომ ეს გამომელია ან რაღაცა ეს ჩემი შეცდომები და მოკლედ გადაწყვიტე რომ დავიბადო თქვა წარსულში დრო ხო არსებობს აი ჩვენ ეს დროს ვუყურებ წარსულში მინდა და დავიბადე ბებია ჩემის სხეულში ან ჩემი სული აი ეს ბებია გაიზარდა გააჩინა დედა ჩემი და გააჩინა მარიამი აი ახლა ესეთი კითხვა ვინ ვარ მე ის მარიამი რომელიც დაიბადა თუ ბებია ჩემი რომელმაც გააჩინა დედა ჩემი აქედან ნახეთ რისი თქმა მინდა მან ბევრი შეუსაბამობაა ხარ გარგეწყინოთ მაგრამ მაშინ ბებიის სული ბებიაში ვინ ცხოვრობდა აგიხსნით ღმერთის პრინციპი ნახეთ წარმოიდგინეთ აი ესეთი დიდი სფერო ნუ უბრალოდ ანუ ბოდიში გაგაშლემენ ანუ შეგიძლია ისე აი ბებია შენის მაგირო თუ სხვა სხეული აირჩიო და იმ დროში იმას აკნა რა თქმა უნდა მაგრამ ჰიტლერი აირჩიო შემიძლია ჰიტლერის სხეულში მოხვდეს მე მაგას აი იქამდე მიმყავს რომ ყველა ადამიანი დედამიწაზე ეს არის ერთი და იგივე სული რომელიც რეინკორნირებს მილიარდჯერ და რასაც ვეძახით ღმერთს კონკრეტულად ის ენერგია რაც ჩვენ ვართ თავარი აი და სხივები აქვს და უბრალოდ იბადება და ასეთი ღმერთი ეგეც წოდებული ანუ სავსე აბსოლუტი რასაც ვეძახით არსებობს რამოდენიმე სიტყვაზე დედამიწაზე სამნი არიან და თავისი კლანი აქვთ იბადებიან იქით დრო არ არსებობს მათთვის ანუ მისი თქმა მინდა რომ შენ მე ხარ მე შენ ვარ ანუ ფაქტობრივად ერთი ენერგია ვართ და ჩვენ ყველა განვიცდით გარკვეულ კარმას და ვაგროვებთ ამ ინფორმაციას 1-20,000 ხო არ გაქვს შენ მე ვარ ახალ მე შენ ხარ ეგრევე არ გცხრენია დაგვაფინანსე ეგრევე აქეთ ქალი ვარ და მოდი მეკითხო აი ანუ ბევრი კითხვა მაქვს ახლა მიდი დაუსვი შენ მაშინ ჯამში რამდენი სული არსებობს დედამიწაზე, რადგან ამდენი ცარიელი ადამიანია, ვისი არჩევაც შეგვიძლია შემდეგ, ხო, აი გარდაცვალების შემდეგ. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად თქვენში სული ხო არსებობს, ხო 100% დარწმუნებული ხართ, აი ხა მაგალითად მე გარდავიცვალე, ხო? და მინდა არჩევა აი მარიამ ციმინტიასი. ანუ ხო ვერ ჩაგანაცვლებთ. ხო, ნახე როგორი მომენტია. მარიამ ციმინტია ეს არის აი ამ რეალობაში, ამ განზომილებაში გარკვეული ინდივიდი. ეს არის არ ვიცი როგორ რას ეძახიან ამ თამაშებში ხო ნუ ინდივიდი რომლის მიხედვით რომელიც შეგიძლია მართო და შეგიძლია იყო ის აი ვთქვათ ავიღოთ დავუშვათ აი მარიო თამაში მოდი ავიღოთ თავაში მარიო ძველი ბავშვობაში ხო მარიოს ყველას ქონდა ეს დისკი მარიოს მარიო მეც თამაშობდი შენს თამაშობდი მარიოს და შენს თამაშობდი ანუ ზუსტად მატრიცის პრინციპს ზუსტად და ანალოგიურად ჩვენ მატრიცაში ვართ მაგრამ საქმე იმაშია რომ აი ამ ინდივიდით აი შეიძლება მარიამ ციმინტიით ხო შეიძლება რამოდენიმე სული ადამიანი შევიდეს და ითამაშოს ისარგებლოს მაგრამ რადგან არსებობს ძალიან ბევრი განზომილება, სადღაც რეალობაში ციმინტი აღარ არსებობს, სადღაც რეალობაში ციმინტი არ არის ცნობადი, სადღაც რეალობაში ციმინტი არის, არ ვიცი, რა ვიცი. სადღაც რეალობაში ციმინტია, ის არაფერი არ დამართნია ბავშვობაში. ხო, ანუ საერთოდ აღარ დაიბადა. ანუ ხო ხდებით და გააჩნია რომელი სული მართავს ამ ინდივიდს. და ეს როგორც აი მარაოსავით, აი ბევრია. მე როდესაც ვიყავი გარდაცვლილი, იყო ესეთი სივრცე, აი შავი სივრცე, რასაც ჩვენ ვეძახით universe, ხო? მაგრამ მან არ იყო არც ვარსკვლავი, ვაკუუმი, აი კლასიკური ვაკუუმი, მაგრამ ამ ვაკუუმში მე ვგრძნობდი თავს საკმაოდ კარგად, აი კომფორტულად, რელაქსაცია. და ვის აქვს ნანახი ფილმი ინტერსტელარი? იდეალურია. აი მე ეს ფილმი რო დავინახე, მე ვკიოდი ესე ვიღაცას ჩემნაირად დაემართა, აი ზუსტად ეს არის და ბოლოს რას ეძახის ჩვენი ხელით შექმნილიაო ესო. ანუ ისევ უსასრულობის ნიშანი, ისევ უკან ვბრუნდებით იმ წერტილში, საიდანაც დავიწყეთ. სავარაუდოდ პარადოქსი ის არის, რომ ყველაფერი რაც ხდება ჩვენი შექმნილია
და ჩვენ ერთი და იგივე არსება ვართ, რომელიც თავისთვის აი ესე განიცდის ბევრჯერ რეინკარნაციას, ცხოვრებას და ასე შემდეგ. და ჩემი ცხოვრება და მისი ვარიაციები, აი ეს იყო სიმინტე DNK-სნაირი სისტემა იყო, ოღონდ აი ტეტრაედებს რო ეძახიან რაღაც ერთმანეთში აი ადამიანურიანი თუ რა გისნით, შედიოდნენ, გამოდიოდნენ და ესეთი სპირალის ფორმის რაღაცა ტრიალებდა და მე მითხრეს რომ ეს არის სიმინტიას ინდივიდის ბაზა. რამე ჩიტკოდები არის ხოლმე როგორც მაგალითად GTA-ში რა. აი რაღაცა კოდი რო აკრიფო და ბრა 5 მილიონერი გაიჭირა. არსებობს, რა თქმა უნდა. აი ზაკნი. ამ კოდის მატრიცაში ეგრეა რა. კოდის იცით როდის გატეხავთ თქვენს რეალობას, აი ხლა გეტყვით. ისევ დავუბრუნდეთ, რომ ვიბადებით ჩარჩოებში ვართ. აი დაუშვათ ეხლა პატარა ექსპერიმენტი. მე რო გითხრათ, ბიჭებო, ხვალ $100,000 გირიცხავთ ანგარიშზე. გაგიხარდათ? გაგიხარდა? გჯერა? ჯაავი, არა. გჯერა? არა. რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი პრობლემა. აი შეხედე, იმ დონეზე დაპროგრამირებულები ვართ ჩვენი ტვინის მეშვეობით, რომ არა, მე მინდა, მაგრამ ასა შანსი არ არის, არ არსებობს. აი ეს არის ყველაზე დიდი. კი, მაგრამ წეგან თქვი, რომ რეალისტი ვარო და მეც რეალისტი ვარ და მაგიტომ არ მჯერა თორე. ხო, მაგრამ ეს ერთმანეთს არ უშლის ხელს. შეიძლება რეალისტი იყო, მაგრამ დაიჯერო, რომ სიმინტიას აქვს და მომცემს რა პრობლემა. აი დაფიქრე. უშლის ხელს. რატო უშლის? აი აბა მითხარი ამიხსენი. იმიტომ რომ რეალიზმი ისაა, რომ აი ადამიანები ზოგადად ესე დავიბადეთ, გავიზარდეთ, ხო? ეს უკვე რეალობაა, რომ მეც მესმის, რომ კი ბატონო, ჩარჩოებში ვექცევით, თქვენს გესმით, რომ ჩარჩოებში ვექცევით. და ეს რო გვესმის, უკვე რეალობაა და აქედან ამ ჩარჩოებიდან გამომდინარე, მე ვიცი, რომ $100,000 არ ჩამერიცხავ ხვალ. რეალობას უყურებ. რაციონალურ აზრზე დაფუძნებული თეორია. იმიტომ რომ ორივეს გვესმის, რომ ჩარჩოებით გავიზარდეთ, იმუშავეთ ბევრი $100,000-ისთვის და რატომ უნდა ჩამერიცხოთ მე, ხო, დღესგასწრულ ადამიანს. მოდი ასე დავარქვათ. ხო, რეალისტი, ანუ ამ შემთხვევაში მე ცოტა არ დაგეთანხმები, მაგრამ პრინციპში კი ბატონო, აი იმიტომ რომ რეალიზმი ესეც გარკვეული ჩარჩოა. ფაქტობრივად ასე გამოდის. მაგრამ თუ სხვა კუთხიდან შევხედოთ, მე უფრო იმას ვამბობ, რომ ყოველთვის ვამტკიცებ, ანუ რეალიზმს კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში ვიგულისხმე, რომ რეალიზმს, ანუ რაში ვამტკიცებ? ვამტკიცებ ფიზიკის და ქიმიის კანონის პრინციპის მიხედვით. ხო ხდები? ყველაფერს. ჯერ უბრალოდ ვამოწმებ, ანუ როგორ მუშაობს. სიტყვაზე აი ისევ დაუბრუნდა ჩემს პროფესიას, ანთე ცოცხი, მან დაატრიალე, ეს ანთელი და ხუ ხაბა და ბაბახ და მოხდა. მე ესეთი ვზივარ და მეცინება. და შეყვარებული ყავს. ხო, ანუ რაღაცა დაკეცე, ეს დაწერე შენი სახელი, დაწვი და ფუფ. და ესეთი ვარ, ანუ აი ეგ არის რეალიზმი, იმიტომ რომ ინტელექტი რო გააქვს, ეგრევე ფიქრობ, რომ რანაირად უნდა იმუშაოს, რანაირად აი რა კანონის პრინციპის მიხედვით. ფიზიკა, ფსიქოსომატიკა, ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგია, ხო, ენერგიის კანონი, მისი დულობის კანონი და აი ყოველთვის ექსპერიმენტებს ვატარებ და სადაც მე შედეგს ვიღებ, ამ პრაქტიკებს ვიღებ. სადაც არა, აი ამაში უფრო ვიგულისხმე რომ რეალისტი ვარ. სადაუძრო ეგრევე. საიდან ნახოთ მარიამს როგორი მომავალი აქვს. არ შეიძლება სხვის. არა. აბა ამოიღე ერთი კარტი. არ მახებინებს იმერე. ხედავ? იმ დროს შეიძლება. ნახე ხა დაიწყო პროცესი. ხედავთ? მე ხო ვთქვი. გიგად გიმკითხავთ. ცოტა ხანში მოდი, აბა თან ნახავ როგორ ანუ მუშაობ. მე მაგ ხო ეხა რამოდენიმე კითხვა რა, ანუ მე დამიშვებენ მე იმიტომ რომ მოყვარული ვარ და. ხალხი ამას სერიოზულად ეკიდება. გიახვეწებით კანონი. ეს ნაღდია თუ ანუ არ ვღადაობთ არაფერს. ეს რა იდა? არ ვღადაობთ მით უმეტეს. მართლა მოყვარულია მართლა აკეთებს ტაროის შლის ხოლმე თავისუფალ დროს. არ დაქციე ვიცოდეთ. არ გინდა ნახევარ სტავკაზე ჩემთან განმოხვიდე? ო, თან ლოცულობ. მარიამ, კიდე იმას ვქენი, მე ჩავეძიე შენს თან ლოცულობ თან ტაროს შლი.
ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ. რატო რას ისე სხვათა შორის ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა, როდესაც ფიქრობენ რომ ეზოთერიკოსები შავი მხრიდან მოსულები არიან და რაღაცა ძალიან სუდი რამ გაგვაჩნია. ხო, სისულელია მაგარი. ეხლა მე ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ იქიდან დავიწყოთ რომ ჯერ ერთი შავი და თეთრი არ არსებობს, ფაქტობრივად ყველაფერი განსხვავდება თავისი ვიბრაციის პრინციპის მიხედვით. ეხლა ჯადოს რო არ აკეთებენ შავი არ არის. როდესაც ეზოთერიკოსია ის სიტყვაზე მე ვიცი ძალიან ბევრი რამ, ხო, მე მაგისტრის ხარისხი მაქვს უკვე და სხვა ქვეყნებშიც დავდივარ. ეს რას ნიშნავს? მე ვკურნავ ხალხს. აი სიტყვაზე, როდესაც ადამიანს აქვს კიბო, ну ეხლა მე უბრალოდ ისევ ამბობ, როგორ შეიძლება ეს არის დაბალ ვიბრაციული ენერგია. აი დაავადებას დაბალი ვიბრაცია აქვს. მაღალი ვიბრაციას მაგაზე ვიმოქმედებ და ვერ დავიჭერ. უნდა ვიმოქმედებ დაბალი ვიბრაციით, ანუ ნეგატივით. რომ პოზიტივში გადავიყვანო. ხო ხტებით, ანუ უნდა ვატკინო, რომ ამოვიღო და მე გავანულო და ავამაღლო. ფაქტია, ამიტომ არ არსებობს არც შავი, არც თეთრი, ყველაფერი არის არეული ერთმანეთში, თუნდაც ძალიან ბევრი ადამიანი და ის პიროვნება, რომელიც არ იცის კონკრეტულად ეს კანონები, ზედმეტებში გადადიან და ესეთ რაღაცებს ეძახიან. TikTok-ზე ლაივებს რთავენ და ლაივებში ხო, მე შენამასიზმები გამოძრავებს რა თქმა უნდა და საერთოდ ყველას აბსოლუტურად მე ვასწავლი რომ ერთადერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ენერგია და მოდით ასე ვთქვათ გასაღები რომლის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ გაახსნათ ნებისმიერი კარები ასრულოთ თქვენი ოცნება ეს არის სიყვარულის ენერგია სიყვარულს შეუძლია ტრანსფორმაცია გააჩნია სად გაუშვებთ სიყვარული რომც აგრესიაზე გაუშვათ გაანულებთ აუცილებლად და რა საჭიროა ხო და რა საჭიროა ჩემი ყოფილები რომ ჭარიდნენ დანით შავი და მთელი ამბავი მაგას ვამბობ ზუსტად შავს ეგენი ატარიალებდნენ სიყვარულს აგრესიაში ჩემი ყოფილები დანით ჭარიდნენ და ძალიან ნებიანი და აქტიური გოგოები დანით ყველა არა ყველა რა დიდი ბნება ახალი რო გჭრისა რა მე მინდა გითხრა რომ სხვათა შორის თუ ესეთი მიდგომა ქონდა ძალიან უყვარდი ერთი და მეორე ძალიან ემოციური არის და ვნება ესეთი passion ენერგია მასში ფუფ კაია უჰუ მაგის მერე კიდე ერთი წელი ვიცხოვრე და ერთად ასე ხო მარია მე როგორც ვიცი შვილი ტყავს მოცეკვავე არის კი ეხლა წარმოიდგინე ცემენტია რომ შენი სიდიდრი არის არო გათხოვილია ყავს ქმარი თუ ჯერ არა არა ქმარი არ ყავს არის ქორეოგრაფი აქვს თავისი სტუდია და ეხლა ძებნის პროცესში ვარ რომ მიდიხარ რაღაც კი მალე იპოვით რა ყვავილებით რომ მიდიხარ სახში და გონებაში რომ გესმის არა ეგ ყვავილები არ გინდა სხვა საჩუქარი აირჩი თან რომ მართავ შენ ამასეს ისე წარმოიდგინე როგორ რთული кейსი არის რა აი ბიჭისთვის მაგარი სტრესულია ხა მე რო ეხა მე რო ყოფილიყო მაგათ იმ ბიჭის ადგილას ხო ეხა ვიც ჩენი სიძე გახდებოდა მე მაგარი იმის ქვეშ ვიქნებოდი რა ქვია პრესის ქვეშ ვიქნებოდი სხვათა შორის მე ძალიან კარგი ადამიანი ვარ სანამ არ გამაბრაზებენ რა ბუროტი ზიცილია და არა ასე უნდა მე ძალიან ისეთი კარგი ადამიანი ვარ სანამ არ გამაბრაზებენ მე კიდე ჩავეძიე შენს რეზიუმეს გამომძიებლობა ჩაატარეს ხედავთ და ვიცი რომ ძალიან კარგად მღერი ხარ ო კი და იმაზე ევროვიზიაზეც გსურდა ერთ პერიოდი გასვლა ხო თუ რაღაც ესეთი ოცნება იყო შენ დარჩა ხო და ამ მიმართულებაში დღესდღეობით როგორ ხარ მღერი ხარ ისე თუ სახში არა ისე მღერი და ახალი სიმღერა მაქვს გამოშვებული და არაბეთში ტრიალებს ყველგან კლუბებში ძალიან ცნობილია ეს სიმღერა ომა ომა მარია ესე ქვია ცოტა ეგოსტურად გამომივიდა მაგრამ ეს სიმღერა მე მაჩუქეს და შევასრულე რას ნიშნავს ომა 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 მარია ანუ ომა გერმანულად არის ბებო რო იცოდე არა ფაქტი გითხრა ბებო მარია გერმანულად ომა ბებო მე აქედან კომპლიმენტებს ვაყრი და ის ბებია მე ზუსტად არ გავხვდები შენი სიძე სო ეგეთი ლაპარაკებით ვერავის სიძე ვერ გახდები მე აგირჩევ თუ არა ჩემს სიძეთ ახედავ ის მომავალო სიძეო გილად იყავი მაგრამ ვისაც ავარჩევ გენაცვალე
ერთი სიტყვით ხო ეს როგორ საიდან ვინ გაჩუქა ეს მუსიკა? მარიამ ლიკლიკაძე და ირაკლი ჯოხაძე არიან ესეთი ძალიან კარგი ხალხი, კომპოზიტორები, სასწაული სიმღერა დამიწერეს და კლიპიც გადავიღეთ სხვათა შორის ახალციხეში. ინსპირაცია იყო თავიდან დამიწერეს მე, ამიტომ მარია, მაგრამ ძირითადი ტექსტი არის ისეთი, ძლიერ ქალზეა და ჯადოქარზეა და რატომაც ყველას ეშინია ჩემიო და მეტა რატო? და გადავიღეთ აი ხურიამ სულთან და სულთან სულეიმანის სტილში კლიპი არის გადაღებული და ძალიან მოეწონა უცხოეთში, სადაც აი ესეთი აღმოსავლური მიმართულების ხალხია და ყველა ცეკვაოს ინდუელებს ისე უყვარდა ესეც ეკოვენ ხოლმე ჩემს მუსიკაზე და მთხოვენ ხოლმე კი არა მთხოვენ რომ ეხლა დავწერო კიდე ახალი სიმღერები დრო უბრალოდ არ მაქვს მაგრამ სურვილი მაქვს დიდი და ვფიქრობ რომ აუცილებლად შევასრულებ შეიძლება ალბომიც დავწერო ნუ ეს უბრალოდ ისეთი რაღაც აი ხობის ვარიანტია სამწუხაროდ მაგრამ ხმა მაქვს რეალურად ოპერის მეცო-სოპრანო და ყოველთვის ვოცნებობდი კი ბატონო ნუ ეს უკვე სიცოცხლე დაამტკიცა ეს უკვე შემდეგ ცხოვრებაში ანიქნებ პარალელურ სამყაროში ხა სავარაუდოდ ალბათ იქ მარიამი არ არის ეზოთერიკოსი და ოპერის მომღერალი როგორ გავხდეთ მომღერლიდან ეზოთერიკოსი უნდა დაწერო მეგონე წიგნი შენ გზა ეზოთერიკოსიდან მომღერლამდე ხო თუ როგორ პირიქით რამენაირად გადავალ ისევ სპირიტუალობაზე რამენაირად არის შესაძლებელი რომ პარალელურ სამყაროში გადავიდეთ ან ნახოთ რა ხდება ან ის ხო არ გონიათ რომ ყოველი ჩვენი გადაწყვეტილება გვატრანსფერებს პარალელურ სამყაროში. რა კარგად დაატრიალა ხედავ. ნახე, მე უფრო ასე ვიტყოდი, პარალელური სამყარო ყოველთვის ჩვენთან ერთად არის კომუნიკაციაში და გრძნობიარე ადამიანი აუცილებლად მაგას ან დაინახავს, არ შეიგრძნობს, ან ასე შემდეგ. თუნდაც პარალელურ სამყაროში ასე ბრჭყალებში ვართ, როდესაც გვძინავს და მაგრამ მე ვიცი მეთოდიკა, ერთ-ერთი მეთოდი არის, ერთმა პროფესორმა სხვათა შორის მასწავლა, როგორ უნდა გავაკეთოთ კვანტური ნახტომი და გადავიდეთ ერთი რეალობიდან სხვა რეალობაში, ანუ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს თავზე. დავუშვათ, ხო არსებობს ციმენტია, რომელიც არის საქართველოში, ეხლა გზის ლაპარაკობს, მაგრამ მე მინდა რომ ციმენტია განვითარდეს და არ მეკუთვნის, მაგრამ მინდა ვიყო, აი არ ვიცი, ეხლა ბალერინა, ნუ ხა ცოტა ესეთი რაღაცა, მაგრამ შემიძლია ვიმუშაო ამ თემაზე და სპეციფიური ვარჯიშებით და ქმედებების შემდეგ მართლა გადავიდე იმ რეალობაში და მივიზიდო ის რეალობა, რომელიც მე მინდა. როგორ დაარასკლა და ხედავ ეგრევე. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც გავაკეთე ეს ჯერ თავიდან სკეპტიკურად უყურებდი, როგორც ყოველთვის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ეს თემები, ვგიჟდები და მახსოვს დავწეკი ღამე, აი რაც მითხრა ვარჯიშები, ყველაფერი გავაკეთე, სუნთქვითი ვარჯიშები, ტვინი გავამზადე, გონება აი ესეთი დავამშვიდე და დავწერე ალტერნატიული მომავალი ჩემთვის. და დავიძინე და როდესაც გავიღვიძე აი დავიძინე ლოგინში გავიღვიძე მაგიდასთან სვავდი ყავას დილით დედაჩემთან ერთად და მე ვერ აგიხსნით როგორ მოხდა ეს იმიტომ რომ ნახევარი საერთოდ არაფერი არ მახსოვს რა მოხდა ამის შემდეგ დედაჩემმა მითხრა რომ დილით ჩვეულებრივად გაიღვიძე იბანავე გამოხვედი ყავა დაგისხი მე ეგ არ მახსოვდა და გავიღვიძე ყავის დალევის პროცესში ერთი კვირა მტკიოდა საშინელად თავი და მე ისეთი რამ დამემართა ეს ყოველთვის არის ისე, როდესაც კვანტურ ნახტომს აკეთებ, მანდელას ეფექტი ემართება ადამიანს, როდესაც წარსულიდან რაღაცა იშლება. და ორი ფაქტი არის უკვე, რომელიც მართლა აღარ არსებობს წარსულში, არა და დღემდე ვერ ხვდები რანაირად, იმიტომ რომ აი ეს როგორი რაღაცა, აი დაუშვათ მე მაქვს ცენტრი, ხო, ჩემი და უცბად დილით მე ყოველ მეუბნება რომ რა ცენტრი მარია. ხო, ანუ ეგ არის მანდელას ეფექტის რო ახსნათ, ვინც არის ეგ არის როდესაც რაღაცაში დარწმუნებული ხარ მოხდა, მაგრამ არ მომხდარა, ხო? კი, ნამდვილად. აი უბრალოდ პატარა ნიუანსი გეტყვით, კოლმეურნეობის მოედანზე, არ მახსოვს ზუსტად მისამართი, შედიოდით არკაში და მარჯვენა მხარეს სარდაფში იყო სავარჯიშო დარბაზი. ესეთი ძალიან იაფიანი მახსოვს ადრე დავდიოდი 5 წელი ამ დარბაზში. ეს ის კი არ არის რომ მივედი და წამოვედი. ჩემს დასთან ერთად. და ამ კვანტურ ნახტომის შემდეგ ესე მივდიოდით მანქანით მივედით იმ ადგილას, რაღაცა გვჭირდებოდა ერთ-ერთ მაღაზიაში და ერთ მაინტერესებდა აი რომა მახსოვს ტრენერი იყო და შევედით და რომა სად არის და ესე მოვტრიალდით და ძველი სახლია
ქვემოთ არაფერი არ არის, ანუ არანაირი სარდაფი, არაფერი აბსოლუტურად. და მე ესეთი გავჩერდა, ჩემს დასაც ახსოვდა. დავდიოდით და ვეძებდით. წრეებს ვარ ხარ იქნება გაიყიდა და არა, აი, მაგას შესაქმე არც ჩასასვლელი იყო, არაფერი არ იყო საერთოდ. და მახსოვს ერთი მოხუცი ადამიანი გავაჩერეთ, იქ ცხოვრობს იმ უბანში და უკაცრავად ვკითხეთ, აქ როდესმე იყო დარბაზი, აი სადაც ვარჯიშობთ. არა შვილო, აქ არასდროს ეგ მსგავსი რაღაც არ ყოფილა. და ჩვენ ისეთ შოქში ვიყავით, აი, სიმართლე რომ გითხრათ, ერთი კვირა აზრზე მოვდიოდით, იმიტომ აი აქ ხო იყო, მისამართიც იყო, ყველაფერი კარგად გვახსოვდა. ესეთი რაღაცები ხა შუა საუკუნეებში რომ გელაპარაკა დაგწოვდნენ მე მგონი. მე წინა ცხოვრებაში დაამწვეს. ანუ რიტუალებს აკეთებთ ხოლმე, დამწრობებით ხო იღვიძებდა. არიან ხოლმე ვეძმები, რო შეშფლებიან და იმის გარშემო რდოდიან ხოლმე ცეცხლის გარშემო. ეგ რიტუალები გაქვთ ხოლმე? თანამედროვე ვედმები სხვანაირად აკეთებენ. არა, მე ვფიქრობ, რომ არა, ჩვენ ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებ. კონტაქტი გაქვთ შეხება იმასთან? იმასთან? კიანთან. არა, ვიდა შემთხვევაში. არ ქონია არანაირი შეხება. როგორ არა, მე ოკულტისტი ვარ და ეგზორციზმს ვატარებ. მე ვატარებ ეგზორციზმს. ეს არის კვეთებული, ხო? კურთხება მაქვს აღებული ოფიციალურად. მომცეს კურთხება. მოგცეს კურთხება? კი, მომცეს კურთხება. კი, ამ საქმიანობაში ვარ. ალკოჰოლიზმზეც შეგიძლია განდევნო. აკრო ფორთხიალი დაიწყოს ეხა. კაფე რო გადავასდის. მოდი ჩემთან. რაგას ღვინო. ღვინო ქალები დუდუკი და ხო, კი ბატონო, აი კონკრეტულად პირველად მყავდა კაცები. მე ღვინო და ქალები. ასე რომ არ მინდა მკურნალობა. არა, არ გინდათ. დარჩით ასე, ჯერ კარგადაა ყველაფერი. პირველად აი მე დავამთავრე ჰიპნოთერაპიის კურსები. გაგიმარჯვეთ გამომწერებო. გაგიმარჯვეთ ჰიპნოთერაპიის კურსები და რეგრესიული ჰიპნოზის კურსები. ავიღებ დიპლომი, მახსოვს ჩამოვედი საქართველოში და დავიწყე დავამატე ეს პრაქტიკა. მე სულ ვითარდები, სულ აი ეს თემები მაინტერესებს ყოველთვის და ყოველთვის მაინტერესებს. ანუ პრაქტიკაში ქონდა უკვე ეგზორციზმი? არა, ჯერ არა. და პირველი სხვათა შორის ადამიანი იყო საზღვარგარეთ, როდესაც კრება მოხდა და უბრალოდ აი ეს ვაინტერესებდი ძალიან და მოვიდნენ ეს პატარა ლექციაზე, ეზოთერიულ ლექციაზე და ერთი გოგონა იჯდა მახსოვს და მე ყოველთვის ვატარებ ჯვარს, ვატარებ ნაკურთხ წყალს, ეს მე ყოველთვის ასე ვან ხელსის მეძახდნენ. და ეს გოგონა დამიჯდა და მეუბნებოდა რომ აი ჩემს მეუღლეზე ქონდა აქცენტი. პრობლემები აქვს და უსებ ვუყურებ ამ გოგონას და რაღაცნაირი ესეთი რაღაც შეტევები აქვს. ნუ ვიფიქრე ტიკი აქვს ამ ადამიანს. არაფერი, მე ვთხარი შეიძლება შეგეხოთ და კი ბატონო, იმიტომ რომ მე ვწმინდა ენერგეტიკულად ადამიანებს და ამ დროს ავიღე ჯვარი და უბრალოდ თვალები დახუჭეთ და ჯვარი მივადე აი აქ მახსოვს და როდესაც მივადე მესამე თვალის ადგილას ეს გოგო ახტა აი არც გაფრინდასა და პუტკუნა იყო აი ეს რაღაც გადახტა და დადგა უცნაურ პოზაში და კაცური ხმით ნუ ისეთი საშინელი სიტყვები მითხრა რომ ხელი არ მომკიდა ყველა გაგიჟდა მეც გავგიჟდი პირველად ჩემს ცხოვრებაში ეგეთი რაღაც ეს გეუბნებით 7 წლის წინ ესეთი ნიუანსი იყო ვერ დაძინეთ მე არა გაიქცეს და მე გამექცა და შემდეგი უკვე პირველი საქართველოში მოხდა როდესაც ბიჭი მოვიდა რეგრესიულ ჰიპნოზზე ძალიან საყვარელი აი როგორი საყვარელი აი ფუნთუშა ბიჭი პუტკუნა საყვარელი გამარჯობა ქალბატონო მარიამ შეიძლება იმაში გვიმის ისე მიგივლე შევიყვანე ოთახში დავაძინე და როდესაც გავთიშე უცბად კრიჭინი დაიწყო კბილებს ესე აქეთ-იქით ამოძრავებ და გამიკვირდა ცუდად ხო არ არის ანუ ჩვენ ვიცით რა შეიძლება ადამიანს სპაზმები დაემართოს მაგრამ იქ არ გავდა საერთოდ ეგ უნდა რომ გაკრიჭა ხო და არა იცი რა შეესაქმე როდესაც უკვე ღრმად შედიოდა ესე მოტრიალდა თვალები გაახილა და ეს გუგები გადაუტრიალდა თეთრად ჩანდა ისეთი შეშინებული ვიყავი და სხვა ხმით აი ხო იყო ესეთი მეუბნება მითხრა ისეთი რამ აი უბრალოდ უცბად გეტყვით მამაჩემის გარდაცვალებამდე ჩვენ ვიჩხუბეთ და არავინ არ იცოდა ეგ ჩემ დღემდე აი მაწუხებს ეს თემა ამაზე ამიტომ დამემართა ეს აუტოიმუნური პროცესი მე ჩემ თავს ვკლავდი მე სიკვდილი მინდოდა ესეთ ნუ რაღაც ვადანაშაულებდი ჩემს თავს და ვერ დავემშვიდე შვიდობე უბრალოდ და სუიციდისკენ არის მიდრეკილი მე იმიტომ რომ იქ მომეწონა უფრო ხო და
ერთი სიტყვით არავინ არ იცოდა და უცბად აი ეს ბიჭი რომელიც არ მიცნობს თუნდაც ტელევიზიიდან შეიძლება ხო მაგრამ მოტრიალდა და მე მეუბნება შენ როდესაც мама შენს აი ზუსტად ეგეთი და ეჩხუბეო და რომ არ გადაურეკე რომ გარდაიცვალაო ეხლა როგორ უნდა იცოცხლო და აი ესეთ შოკში ჩაგაჭირა ეგრევე და დაჯდა და ესე საშინელი სიცილი ქონდა და რაც მქონდა პირველი რეაქცია ისე ავიღე და ჩავარტყი სახეში და სახეში რომ დავარტყი ესე მოტრილა აი ფილმებში რო არის აი სიმართლე რო გითხრათ იქ ისეთი შეშინებული ვიყავ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა არც ვიცოდი როგორ უნდა მოქცეულიყავ იმიტომ რომ ადამიანი შფოთავს ვერ ხვდებოდი და პირველი შემთხვევა იყო როდესაც აი ესე ცხადეთ დავეჯახე ეს დემონურ ენერგიას ერთ შემეხი შენ სხვათა შორის ანახატა ჩაკრაზე ეხებიან ხოლმე და როდესაც ხოძე ჯერ არა არიცი შენ ხოძე თუ არა უნდა წამოწვე და უნდა პროცესში უნდა გადავამოწმოთ იმიტომ რომ შეიძლება ენერგიები გავწვე ახლა ამაზე დავაწვინოთ აქ მოიტანეთ ჩემი პრიბორები და ტიტული კალების ფოტოები ვანახოთ და შევაყვაროთ ირაკლი რომ ბორგავს არ მომწონს და შემდეგ გადაღებაზე სულ სხვა გადაცემა გექნებათ ესეთი ხო იცი და ეს მონაზონით ესე იჭდება და ანგელოზი ვარო და ანუ ესე იგი თავის ისაა ხამაგას შეიძლება ნებისმიერ ადამიანში იყოს ის რაღაცა ბნელი ენერგია. მოდით ვიყოთ ცოტა რეალისტებიც. ხო, ყველაფერი არ არის შეპყრობილობა ან რაღაცა მსგავსი. ხო, მაგრამ სხვა ხმით რო იწყებს ლაპარაკს. კი, ну, ძირითადად შემთხვევაში ზოგჯერ არის რომ სხვა ხმით ლაპარაკობენ, მაგრამ ეს არის ტრავმა. აი ბავშვური ტრავმა და ამ ტრავმის ფონზე ქვეცნობიერი ესეთ რაღაცას უშვებს. თუნდაც აქ არის გარკვეული მეთოდები, რის მეშვეობით ჩვენ ხვდებით, რომ ეს კონკრეტულად არის ის, რაც არის. და ლოცვების წაკითხვის დროს და ნაკურთხი წყლის გადასხმის დროს ადამიანს რომ კვამნა გიგონება ცხელ პლიტაზე რომ დაასხავდა არ ორდინალურად რო იქცევა და შავად რო ღებინებს და ეს ყველაფერი მაქვს გადაღებული და მინდა გითხრათ ნაყიდი მქონდა 5 თვის წინ მე მასალა ძალიან ბევრი მაქვს მე აი მთელი ბაზა მაქვს აი როგორც ასტრალში ფილმში ხო იცი მათ ხო აქვთ თავისი ოთახი ხო აი ზუსტად ეგრე ანაბელისის რო არის ხო ყველაფერი მეც ჩემი ოთახი ასე მაქვს და ფაილებად შენახული ზოგჯერ წერ ხოლმე რა ანამნეზი იყო და რა ასე შემდეგ და მქონდა ნაყიდი ეს GoPro ვიფიქრე გავაკეთე პოდკასტებს თქო თქვენსავით ეს რაც გადავიღებ საინტერესო თემები და მოვიდა ერთი ქალბატონი აი ესე შფოთავდა საბოლოო ჯამში აღებინან შავად ღებინება ქონდა სერტიფიცირება რაზე სერტიფიკატები ჩამოკიდებული მაქვს ყველა დავარდა ერთდროულად აი ესეთი კივილი აი რაღაც ასწავლები ხდებოდა ოთახში მოკლედ ეს ქალი კი გაუშვი კარგად გახდა всё მე ვიყავი ცუდად ძალიან ერთი კვირა იმიტომ რომ აი მაქანავებ და ავიღე კამერა უბრალოდ რეკორდზე იყო ჩართული და მინდა და გადაღება ვერ ვიღებ არ ირთვება კამერა ვტენი არ იტენება წავიღე ერთ-ერთ კომპანიაში სადაც ვიყიდე ეს კამერა და მე მითხრე სერვის ცენტრში წადითო აშკარად გაფუჭებული მოთხარი ახალი ნაყიდია და კი ბატონო და რომ წაიღეს ჩემს თვალს წინ მე ბიჭი მოვიდა მიცნო და ციმინტიაო მოდითო და გახსნა კამერა GoPro და შიგნით მთელი პლატა დამწვარი ქონდა აი რგეგონება პლიტაზე რო დადებ და დადნება და ჩიპი რომელზეც არის შენახული არ ვიცი რამდენი გიგაბაიტი ინფორმაციის მთლიანად წამეშალა ძველი არის, მაგრამ ეს ახალი, აი ესეთი რაღაცები, როდესაც ჩვენ გონია რომ რაღაც არ არსებობს. ეს სხვათა შორის ეგ გამახსენდა, არის ამერიკაში ცოლ-ქმარი რო არიან, ედი და კაროლინ უორენები არიან, მაგათ სცენარებზე გადაიღეს ეს ანაბელი და ის წყევლა და ის მაგათ აქვს სახში ანაბელის უზით იმაში რა ქვია. ერთი კითხვის დასმა მინდოდა, წეღანარგის მომენტ, მაგრამ მე ისე განავრცე რომ წესით მე მგონი უხერხული აღარ უნდა იყოს. რამდენად უშლის ხელს, აი მაგალითად ღმერთის თუ გწამს და ასევე შენთან რომ მოვიდეს ხალხი და შენ დაგეჯეროს. იმიტომ რომ წეგან თქვი რომ მაქვს კურთხევაო აღებულიო ეგზორციზმის წინააღმდეგ და ესე იგი ნუ მართლმადიდებლობის მიმდევარი ხარ?
რა თქმა უნდა. და მე მინდა გითხრათ, რომ ყველას უყვირს ეს ხო, მე გამკვირდა, არ გეკითხებოდი, რომ მეთქი ხა ზედმეტად პირადულია, რა საჭიროა და მოდით ასე გეტყვით. მე შემიძლია ვიარო შავი ტანცაცმლით, თუნდაც გავიკეთო ბევრი ამულეტი, საშიში ვიყო თქვენთვის ვიზუალურად. მაგრამ ამავე დროს კულისებში რო შევდივარ, ხო, დავეხმარო ადამიანებს გვერდში. ხო, გვერდით რო დაუდგე, ფულს ვაძლევ, ბავშვთა სახლებს, ასე და ასე შემდეგ. და ამ ინფორმაციას მე არ ვავრცელებ. და რა არის სიკეთე? ზოგი არის ისეთი, რომ იძახის, რომ მე მართლმადიდებელი ვარ, მე მართლმადიდებელი ვარ და რეალურად არაფერი კარგი ცხოვრებაში. ქართული იუთუბერები. ხო, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი. მე, რა თქმა უნდა, არავის გონებას არ შეუცვლი, თუ ჩემზე ფიქრობენ, რომ რაღაცა ცუდი ვარ და ბევრს ქონდა შემთხვევა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ცხოვრობ და მახსოვს მოსწავლე მომიყვანეს და მისმა და მომწერა, რომ ჩემ შვილს თავი დაანები. არა და მე ხლა არავის არ დავსდევ, თვითონ მოდიან ჩემთან, მაგრამ საქმე იმაშია, მესმის ამ ხალხისაც, ხო? ყველას თავისი მიდგომა აქვს, მაგრამ ღმერთი არის სიყვარული. და მე სიყვარულით ახსავსე ვარ და ყველას ვასწავლი სიყვარულს. და მაშინ მე ვინ ვარ? და პლუს მართლმადიდებელი ვარ. მე მყავს ჩემი მამაო და იმას არ გიმტკიცებთ ეხლა რომ აი, იცით რა, მე მართლმადიდებელი. არა, მე მართლმადიდებელი ვარ და მე ვამტკიცებ ჩემი საქციელებით იმას, რომ ღმერთი ჩემშია. დანარჩენი, რა ჩემი პროფესიაც არის, აი დაუშვათ, ნუ ხო ცოტა ისეთი შედარება, ადამიანი, რომელიც აი საფლავებზე მუშაობს, ხო? ყველას ამათი ეშინიათ, ხო? გვამებთან და გარდაც მესაფლავების აი ესეთი რაღაცა შევეჩი. მაგრამ მისი საქმე ეგაა. საქმე, მაგრამ ეხმარებიან გადასვლაში. მეც ჩემი პროფესია მაქვს. მე არ ამირჩევია ეს პროფესია კონკრეტულად, მე ასე მომცეს და ამას ვაკეთებ. ხო, და ანუ მე იმის დამატება შემიძლია, რომ ადამიანებს თუ ეხმარები და თუ კარგ საქმეს აკეთებ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ აკეთებ, ხო, როგორი ახსნებით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა დავამატო. აი, რა არის აი ღმერთი, ხო, ავიღოთ ესეთი აბსოლუტი. და აქ აი როგორც სტადიონი, ესე წარმომიდგენია და სხვადასხვა entrance, ანუ შესასვლელი, ხო? არის მართლმადიდებლური, მუსულმანური ეგრეგორი, ის, ბევრი, ბუდისტური და ასე შემდეგ. მაგრამ ღმერთთან შევდივართ ყველა. არა აქვს ნიშნულობა, რა გზით შევდივართ, ხო? ღმერთთან შევდივართ და ამიტომ დამიჯერეთ ბევრი ეზოთერიკოსი, კარგი და სწორი ეზოთერიკოსი, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული იმისათვის მაგისტრის დონეზე რო ადიხარ, ხო? რომ არავითარ შემთხვევაში ადამიანები განდავაზიანო, პირიქით დავეხმაროთ ადამიანებს. ანუ ენერგოექიმები ვართ. მე ვამბობ იმ ხალხზე, ვინც ექსტრასენსია და ნამდვილად თავისი პროფესიის პროფესიონალია. დანარჩენზე მე ხაც სულად გამომდის, მე დაწუნებული ვარ, ძალიან ბევრი ნიჭიერია, მაგრამ როდესაც ფსიქიკა არ არის მგრადი, ხო, და არ არის ძლიერი, შესაძლებელია რომ ცოტა გადახრები გქონდეთ. დაღვინება სჭირდებათ უბრალოდ. აი ერთი ესეთი კითხვა მაქვს შენთან, შენ წეგან ახსენე მესაფლავე და თქვი რომ იმას თავისი მისია აქვს და ეხმარება გადასვლაში. შენ ხარ ექსტრასენსი. აი არსებობენ ხა ისეთი ადამიანები სოფლიოში, რომელთაც უჭირთ ანუ მუშაობენ ძალიან ბევრ ადგილას და უჭირთ საკუთარი თავის ძებნას, უძიებაში არიან საკუთარი თავის. ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ რატო უჭირთ ყოველთვის რაღაცა რეალიზირება? იმიტომ კი არა რომ რაღაც ვერ აკეთებენ, პირიქით იმაზე მუშაობენ, მაგრამ მაინც ვერა რა, ფიქრობენ რომ ეს საქმე მათი არ არის და მაინც აგრძელებენ ყოველთვის ძებნას და ეს როგორი სულები არიან ესენი? აქ თუნდაც ეს ალბათ გარკვეული გაკვეთილია ამ სულისთვის, მაგრამ ძალიან რთულია ეს საკითხი და უცბად ვერ გიპასუხებ, მაგრამ წარმოიდგინე სიტყვაზე ბავშვი იზრდებოდა და ყოველთვის უნდოდა სკრიპკაზე დაკვრა და უცბად მშობელმა მიიყვანა ფეხბურთზე. და ეს იძულებით, იმიტომ რომ მშობელს უნდოდა აი ეს დაამთავრა, მაგრამ ყოველთვის ოცნებად რჩებოდა აი ის თავისი მისია, რომელსაც ქვეცნობიერად გრძნობდა. ამიტომ ძალიან მოусმინოთ ჩვენ შვილებს თავიდან. ეს ძალიან ისეთი საკითხია, მშობელმა სწორად უნდა შეიგრძნოს ბავშვის ენერგეტიკა. აი დავუშვათ ჩემი შვილი, ნუ ახლა გასაგებია მე, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი, ეცი მიტიან, უბრალოდ დედა ვარ, ხო, ამ შემთხვევაში. ანა მახსოვს სიარული დაიწყო და პუტკუნა იყო საყვარელი, ის ვარდებოდა და ვუყურებ და ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი იმ პერიოდში, იცი რაო, ჰიპ-ჰოპის მასწავლებელი იქნებაო და ცნობადი გახდებაო და ეს მეუბნება, რა ჰიპ-ჰოპიო ქართულ ცეკვაზე უნდა მივიდეს, რა სისულელიაო და
ანა ეხლა ქორეოგრაფია ჰიპ-ჰოპის. მე ისე ყველაფერი მოვიკელი, იმ პერიოდში საერთოდ ფული არ მქონდა, ძალიან გვიჭირდა, ძალიან. მე გეუბნებით, აი პურიც რომ უნდა იყიდო, იმაზე ფიქრობ, რომ ხვალ გზა, აი სამსახურში რომ უნდა წავიდე და ბავშვს რომ რა უნდა ვუყიდო და გახეული ფეხსაცმლით რომ დადიხარ. ეს გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და მაგრამ 80 ლარი ძალიან ბევრი ღირდა ცეკვა, ვატარე ცეკვაზე და მივეცი ის რაც უნდოდა და ეხლა ჩემი შვილი სრულ ყოფილია და მე არ ვამბობ იდეალურად ხო გავაკეთე ყველაფერი სამწუხაროდ ვერა მაგრამ ის რაც პროფესიას შეეხება მე მივეცი მას თავისუფლება რაც გჯეროდა რომ მისი გზა იყო რა ხო და კიდე ესეთი რაღაც მაინტერესებს შენ გაჰაიპდი ასე ვთქვათ იმ შოუს მერე ექსტრასენსების ბრძოლა გადიოდა ერთ-ერთ რუსულ ტელევიზიაში საიდან მოხვდი მან როგორ დაიწყო ანუ მე ფინალისტი ხარ ხო როგორც ვიცი მეორე ადგილზე გავიდა გაუჩარილის ეს იმიტომ რომ ქართველი არ მოგებურებდა ყველა სეზონი განაგებო 1% დამაკლდეს და მე მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი ლუკოილი არის ესეთი კომპანია ძალიან ესეთი ცნობადი იმ რეგიონში და ძალიან ვუყვარდი იმ ხალხს და ლუკოილიდან ერთ-ერთმა უბრალოდ არ ვიტყვი ვინ საკმაოდ მთავარმა უფროსმა ესე ვთქვათ მოადგილებმა გამომიგზავნეს იმიტომ რომ ლუკოილი ასპონსირებდა ამ გადაცემას იმ პერიოდში ხა არ ვიცი რა ხდება გამომიგზავნეს პროცენტულობა რეალური და მაჩვენეს რომ მე მქონდა 63% და ეს გაყავეს შუაზე და გასაგებია და ხო ბევრმა მითხრა იმიტომ რომ საქართველოსდან ხარ ამიტომ არ მოგცეს კი ბატონო ძალიან როგორ მოხდი ამ პროექტში ახლა გეტყვით ის პერიოდია 10 წელი მინდოდა სულ ბიტვაზე ბიტვა უყურებდი და მეშინოდა ახლა ვფიქრობდი უიმე როგორ წავიდე იქ როგორ ვერ დავიდე მაგრამ სულ მაინტერესდა და მინდოდა ვფიქრობდი მაქვს აი არა ჯერ დავიცდი სულ ვაგზავნიდი CV სულ ანკეტას ვავსებდი არასდროს არ მირეკავდნენ არასდროს და ზუსტად აი სიკვდილის შემდეგ ეს კლინიკური სიკვდილის შემდეგ დამეწყო ხილვებივით აი ეს ღამე ვხედავდი რომ ჩემი ხელი სადღაც ლურჯ ჯოხთან ესე მიდიოდა და ვიჭერა ამ ჯოხს რა არის ეს ვერ გავიგე და უცბად რეკლამა დავინახე და მივხვდი რომ ალბათ ბიტვაზე უნდა წავიდე გავაგზავნე თუ არა ანკეტა შევავსე მეორე დღეს დამირეკეს და ესეთი სასწაული ისევ ნერვიულობდი და მე ვიყავი ერთ-ერთი ჩემი დღემდე ჩემი ინტერვიუ უდევთ ეხლა რამდენი წელი გავიდა მაგრამ აი ეს სკაიპში დამირეკეს არ მქონდა ისეთი გამოცდილება ესეთი ლაპარაკი სატელევიზიოდ მით უმეტეს ხლა ისევ ნერვიულობდი მახსოვს ოფლი მასხავდა და წნევა მიწია და რო დამირეკეს ერთი ხალი მომიყვანეს და მომიყევი ჩემს თავზეო და დავიწყე მოყოლა მე შენ ესე რეგიონში გაატარე ხო ხო ეხლა შეცდომებიც მქონდა პირველ ინტერვიუზე რომ აგიყვანდნენ თუ არა შოუში ხო ეს რა თქმა უნდა როგორი მან ეხლა ეს ტელევიზია როგორი ტიპაჟი ხარ ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ცალკე კიდე შესაძლებლობები უნდა გქონოდა მაგრამ და ეგრევე ინტერვიუში უნდა გამოგევლინა ეს შესაძლებლობები და მე ხა თუ უდევთ კიდე წესით უნდა ედოს ძალიან ისეთია ძალიან ბევრი ნახვა და კონკრეტულად ჩემი ინტერვიუ იყო დადებული 78% სწორად ვუპასუხე ორ რაღაცაზე შეცდომა მქონდა ახლა მე არ მიყვარს ტყუილი და იყო შეცდომა კონკრეტულად რაღაც ნიუანსებზე მაგრამ დანარჩენი აი თავიდან ბოლომდე მე როგორც ვიცი მაგ გადაცემამ რაღაც საქმეები გახსნა კიდევაც და რაღაცა ამის მერე საქმე გავხსენი მე და ერთი ბიჭი ჩემთან ერთად იყო არა ოფიციალურად არ ხდება ეგ არა ოფიციალურად არა მაგრამ ჩვენ იმ ზუსტად მე პანდემიის პერიოდი დაიწყო მაგაზე სხვა შორის მე პროტესტი მქონდა. მე მართლა ყოველ სეზონი ნანახი მქონდა და მაგაზე პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, იმიტომ რომ აი ჩემს პოლიციას რო ეწინააღმდეგები რომ ეს არასწორად გიქნეს და ოჯახს აი მაგალითად ოჯახს გარდაეცვალა ვიღაც ბავშვი ხო და პოლიციამ დაასკვნა რომ ეს არის თვითმკვლელობა. შემდეგ ექსტრასენსები მიდიან და ეუბნებიან რომ არა იმან მოკლავდა ზოგი ისეთი გიჟია მართლა თავზე ხელაღებული ექსტრასენსია და ეუბნება მეზობელთან მიდიოდნენ წინა სეზონში მაგალითად რა ბიტვასილნიში საუკეთესოების ბრძოლა. მე კგბ-ს აგენტი ვარ. მან ერთი ტიპი მივიდა და მეზობელს უკაკუნებდა რომ შენო ხო იციო ყველაფერიო რაც მოხდა ეს მეზობელი არაო ძმო არ ვიცი. და ანუ მთელი ქვეყნის წინაშე ეხლა ვიღაც სახში რო ხანდა რენდომ ტიპი რო მოიწე მე ხო იცი რომ ვიღაცა რენდომ ტიპს მოყვება ერთი 200 კაცი მთელი სოფელი და უყურებს ერთი 50 მილიონი ადამიანი რა წარმოიდგინეთ შენ უყურე ეს გამოყავს ეს ტიპი რომ შენ ყველაფერი იციო იმ კვლელობაზე და მიდიო მოყევი ეხლა
მე კი მევასება ეგარაცემა, მაგრამ მაგას ვეწინააღმდეგები რა, ეხლა რა პონტია, თო იმ ადამიანს ცხოვრებას უნგრევდა. და მე არ მოვწონდი, იმიტომ რომ სულ სიკეთეო და ეს ვაღიზიანებდი ამით და მაგით არავის უუბნები სა ცხოვრობ. ხო გრუზინსკაი ვეძმას გეძახოდნენ. ხო, სულ და ხაზი უქონდათ გასმული ესე რომ შენო სანამ გავიდოდი დაუშვათ აი ძალიან ნერვიულობდით ყველა იმიტომ რომ არაფერი არ იცი სად მიდიხარ საშინელება მახსოვს საფლავში ჩავარდი ერთხელ ესეთი რაღაცები იყო საშინელება და ცუდად გვექცეოდნენ. აი ხა ყველას რო გონია რომ სადღაც წაკითხული მაქვს ფუფუნებით და ფულს უხდით ან ჩვენ ვიხდით ფულს არაფერი. ცხოვრობდით აი ესეთი პატარა ოთახში, მოგცეს ესეც აი ვთხოვნით, იმიტომ რომ ფული არ ქონდა ამ პერიოდში, საერთოდ არ მქონდა ფული. ასე კარაოკეში ვმუშაობდი პარალელურად რომ ფული გამომეგზავნა სახში, რო ეჭამათ რამე. და მე მახსოვს სიგარეტს ვიყიდდი, ერთი პატარა პური და ყველი. და ამას ვჭრიდ და ჩაითან ერთად მთელი ეს პაიოკი და ამიტომ დავიკელი და ეხლა ამიტომ მოვიმატე საქართველოში დავბრუნდი და ზატო ეხლა ხარ ზატო ეხლა დუდუკი ქალი და ღვინო ხო მაგრამ აი როგორი მომენტია გინდა არ გინდა პროდიუსერი კადრისთვის აი როგორც ეხლა ჩვენ ხო სწორად დაჭეკიდეს გეუბნება პროცესში არა მოყვებიან სადაც მიდიხარ გინ ტუალეტში გახვიდე გინდა სულ მოყვებიან კამერები მაგრამ სანამ გადიხარ მე სულ მეუნებოდნენ ზედმეტად ისეთი ხარ ანუ სლატკიო რა რბილი რაღაცნაირიო შენო ვეჯმა ხარო მიდი ცოტა ესე და ისე გამაბრაზეს მახსოვს რომ ისეთი დაგრუზული დავდიოდა სულ ესეთი სახით ვარ იმიტომ რომ ნერვები მეშრებოდა ხო უნდათ შეიქმნათ ესეთი იმიჯი რომ ხო რა თქმა უნდა ეგ შოუს ხო შოუს ელემენტები ყოველთვის არის რასაკვირველია იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ ბიზნესზე ან თქვენ რეალურად აკეთებთ ამ ყველაფერს მაგრამ ნუ ისინი ბიზნესის კუთხით უყურებენ რა მე მინდა გითხრათ რომ მილიონი ექსტრასენსი არ არსებობს. არ არის ახლა რომ რა თქმა უნდა იმათ გადაცემა აქვს, ტელევიზია აქვს, ხელფასები აქვს, ოპერატორებისთვის გადასახდელი და ისინი ბიზნესის კუთხით უყურებენ. ეს იმას არ ნიშნავს. ამიტომ ესეც უნდა ყოფილიყავი რა. ხო, ნუ ეს ტელევიზია ნახე, როგორი ყოველთვის უხსნი ასე. ადამიანები ჩემთან მოდიან ესევე საუბრები და უბრალოდ აი საუბარი. ის კი არა რომ ხდები ანთებული სანთლი შემოდი გამარჯობა. მახსოვს რომ თავიდან მამაჩემი რო გარდაიცვალა ძალიან ისეთი დეპრესია. ანით გაზდა. ისე დეპრესიაში ვიყავი, სიბნელეში ვიჯექი სულ, განა სპეციალურად სულ კაპიშონს არ ვუვლიდი ჩემს თავს და დეპრესია, აი ადამიანს ღრმა დეპრესია აქვს და აი ესეთი ვიჯექი სულ და მუშაობა გინდა, ხო? გინდა არ გინდა და ჩაბნელებული ოთახი, მე კაპიშონით, ახლა წარმოიდგინე და იცი რომ ციმინტია მანზის და ხალხი შედიოდა ესეთი კანგალი გამარჯობა და ერთ ქალბატონს მახსოვს კონფუზი მოუვიდა შიშისგან დივანზე. ხო, მივხვდი. და აი იმ დონეზე შევაშინე. და მე ახლა სპეციალურად გამომივიდა ეგრე. მე მივხვდი რომ ცოტა აზრზე მოდი ადამიანი ხალხს ეშინია და ჩვეულებრივად ვიღებ ძალიან ესეთი გახსნილი გულით. თუნდაც ტელევიზიაში, ესე უნდა დაიჯდენა. შემოდი. მე შენ ანუ ადამიანებს შეუძლია ჩვეულებრივად დაგიკავშირდნენ არაფერი საშიში არ არის და ჩვეულებრივად აუხსნე ყველაფერს რა ხდება ისედაც მიკავშირდებიან და ჩვენც მიუთითებთ აღწერაში მარიამის კონტაქტებს Instagrams უღრმესი მადლობა მეგობრებო მოკლედ ვინც გვიყურეთ უღრმესი მადლობა მარიამს გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ჩვენ აქ დავრჩებით აქ რაღაცა რიტუალები უნდა ჩავატაროთ მეუბა უნდა გავდევროთ შეს გადრეს საქართველო არასდროს დაიჩოქებს დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს მარიამს გაუმარჯოს ირაკლის მე ჩვენ მაყურებლებს მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენ გადაცემის სპონსორია კომპანია წამი ოფიციალური საათების შემომტანი საქართველოში ვენეციანიკოს და ეს საათი თამაშდება რომელიც წელს გაჩვენეთ 20000-ზე გავათამაშებთ 20000 გავამწერეს როგორც კი ავალთ ეგრევე გავათამაშებთ ასე რომ არ დაგეზაროთ ვიცი რომ ერთი ღილაკის დაჭერა ძალიან მძიმე საქმეა მაგრამ მეც შევალ დააჭირეთ მადლობა მარიამ რომ მოხვედი დაგვაფასე ძალიან საინტერესო პოდკასტი გამა ესეთი არ გქონია რამდენი სტუმარი ყოლა მე კიდე უფრო დიდხანს მინდოდა რა მაგრამ ბოლოჯერ არ იქნება შეიძლება რამე კიდე მე ექსპერიმენტების ჩავატაროთ როგორ ფიქრობ ანუ რაც გეუბნება ის რომ კიდევ შეხვდები აუცილებლად და მე ვფიქრობ რომ სხვა ამპლუაში ანუ ეხლა ხო ვზივართ ვესაუბრებით ხალხს და ძალიან საინტერესოა action ადამიანებისთვის კიდევ ლაპარაკის გარდა შეგვიძლია გავაკეთოთ რამე საინტერესო თქვა დავუშვოთ შენ გაგთიშაო ვთქვათ
არა, ეს ყოველდღე გათიშული, ეს ყოველდღე შენ ასე გათიშული. გონია რომ არ გამოვა. არა, ეგ სხვა შორის სულ მაინტერესებდა ნახავდი ეს ის ჰიპნოზის სიამოვნებით. თემა და რამე, მაგრამ მე ძალიან ან სკეპტიკოსი. გადევნას გავაკეთებდი რა. ეგ არის შემდეგ ეპიზოდამდე.